ივდაპირ ახლა, ამ წამს, როცა თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი სხეული რეაგირებს ძალაზე, რომელიც მოდის 390,000 კილომეტრის მოშორებით. თქვენი სისხლი, თქვენი ძვლები, თქვენი უჯრედების შიგნით არსებული წყალი, ყველაფერი ოდნავ იწელება მთვარის გრავიტაციის გამო. ეს არის ძალა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ზომავთ, ვიანგარიშებთ. მაგრამ 2013 წელს, როდესაც ჩინური ხომალდი ჩანგე-4 დაეშვა მთვარის იმ მხარეს, რომელსაც დედამიწიდან არასოდეს ვხედავთ, მისმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს რაღაც სრულიად გაუგებარი. გრავიტაციული ანომალია. არა მცირე გადახრა, არა გაზომვის შეცდომა, არამედ მასიური, აუხსნელი ძალა, რომელიც მოდის მთვარის ქერქის ქვეშ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ უზარმაზარ მაგნიტზე, რომელიც თქვენს სხეულს იზიდავს, მაგრამ ამ მაგნიტის არსებობა არავის უთქვამს. ასეთი იყო ის, რაც აღმოაჩინეს მეცნიერებმა სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერის ქვეშ. ეს კრატერი თავისთავად არის მონსტრი. 2500 კილომეტრი დიამეტრში, ეს არის მანძილი თბილისიდან ბერლინამდე. სიღრმე 13 კილომეტრი. 4-ჯერ უფრო ღრმა ვიდრე გრანდ კანიონი. ეს არის უძველესი ჭრილობა მთვარის სხეულზე, რომელიც წარმოიქმნა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც უზარმაზარმა ასტეროიდმა დაარტყა ჩვენს თანამგზავრს. მაგრამ ის, რაც იმალება ამ კრატერის ქვეშ, აღემატება ნებისმიერ ჩვეულებრივ გეოლოგიურ ფორმაციას. 2011 წელს, როდესაც NASA-ს მეცნიერები პიტერ ჯეიმსი და მისი კოლეგები ბეილორის უნივერსიტეტიდან გაანალიზეს მონაცემები ორბიტალური ზონდებიდან, მათ აღმოაჩინეს რაღაც, რაც არ უნდა იყო იქ. მეტალის მასა. არა მცირე ჩანართი, არა მეტეორიტის ნამსხვრევი, არამედ სტრუქტურა, რომლის ზომა შედარებადია ჰავაის კუნძულების არქიპელაგთან. წარმოიდგინეთ მთელი ბიგ აილენდი, მაუი, ოაჰუ და კაუაი ერთად. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მთლიანად შედგება მძიმე მეტალისგან და დამარხულია მთვარის ზედაპირიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეზე. მისი მასა 2 კვინტილიონი ტონა. 2 მილიონი ტონა. ეს არის ისეთი რიცხვი, რომელიც თითქმის შეუძლებელია წარმოსადგენი. რომ გავიგოთ ამ მასშტაბი, მოდით შევადაროთ რაღაც ნაცნობს. გიზას დიდი პირამიდა, ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელიც ოდესმე ააშენა კაცობრიობამ, იწონის დაახლოებით 6 მილიონ ტონას. ის მეტალის მასა, რომელიც იმალება მთვარის ქვეშ, არის 323 მილიარდჯერ უფრო მძიმე. თუ წარმოიდგენთ, რომ ყოველ წამს ერთ პირამიდას ამატებთ, დაგჭირდებათ 10,630 წელი, რომ მიაღწიოთ ამ მასას. ეს არის ობიექტი, რომელიც ასე მძიმეა, რომ ის ფაქტობრივად ამახინჯებს მთვარის გრავიტაციულ ველს. როდესაც კოსმოსური ხომალდი გადაფრინავს ამ რეგიონს, ის გრძნობს დამატებით მიზიდულობას. თითქოს უხილავი ხელით ცდილობს მის ჩამოწევას. მაგრამ აქ იწყება ნამდვილი საიდუმლო. რა არის ეს? როგორ მოხდა იქ? და რატომ არავინ არ იცოდა მისი არსებობა 50 წლის განმავლობაში, რაც ადამიანებმა პირველად დაადგეს ფეხი მთვარეზე? პირველი ჰიპოთეზა, რომელიც მეცნიერებს გაუჩნდათ, იყო ლოგიკური. ეს არის ასტეროიდის ნარჩენი. 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ქაოსური იყო, უზარმაზარმა ასტეროიდმა, შესაძლოა 100 ან 200 კილომეტრის დიამეტრის, დაარტყა მთვარეს კოსმიკური სიჩქარით. ეს იყო შეჯახება, რომლის ენერგია აღემატებოდა ყველა ბირთვული იარაღის ერთდროულ აფეთქებას, რაც ოდესმე შექმნა კაცობრიობამ მილიონჯერ. ასეთი დარტყმა გახსნიდა უზარმაზარ კრატერს და გაწვავდა მთვარის ქერქს ასობით კილომეტრის სიღრმეზე. ასტეროიდის ბირთვი, მისი მძიმე მეტალით მდიდარი შიდა ნაწილი, შეიძლება ჩაფლულიყო ამ გახსნილ ჭრილობაში და დარჩენილიყო იქ, დამარხული, გამაგრებული ლავისა და ქანების ქვეშ. ეს ჟღერს გონივრულად. ეს შეესაბამება იმას, რაც ჩვენ ვიცით ასტეროიდების შესახებ. მრავალი ასტეროიდი, განსაკუთრებით ის, რომელსაც უწოდებთ N-ტიპის ასტეროიდებს, თითქმის მთლიანად შედგება რკინისა და ნიკელისგან. ზუსტად ის მეტალები, რომლებიც შეიძლება ქმნიდნენ ასეთ მასიურ გრავიტაციულ ანომალიას. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ობიექტები არსებობენ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ეჯახებიან პლანეტებსა და მთვარეებს. ჩვენ ვიცით, რომ მთვარის ზედაპირი დაფარულია ასეთი შეჯახებების კვალით. მაგრამ, როდესაც მეცნიერები დაიწყეს კომპიუტერული მოდელირება, როდესაც მათ სცადეს რეკონსტრუქცია თუ როგორ მოხდებოდა ასეთი შეჯახება, რაღაც არ ემთხვეოდა. პრობლემა იყო ზომაში. ის მეტალის მასა, რომელიც აღმოაჩინეს, ძალიან დიდია, ძალიან კონცენტრირებული, ძალიან ღრმად. თუ ეს მართლაც იყო ასტეროიდის ბირთვი, მაშინ თავდაპირველი ასტეროიდი უნდა ყოფილიყო უზარმაზარი, შესაძლოა 300 კილომეტრის დიამეტრის. ასეთი ზომის ობიექტის შეჯახება მთვარესთან აშექმნიდა კრატერს. ის გახლეჩდა მთვარეს ნახევრად. ის გამოიწვევდა კატასტროფას, რომელიც სრულიად შეცვლიდა მთვარის სტრუქტურას. და მაინც, მთვარე აქ არის, მთლიანი, მხოლოდ კრატერით. ეს არის პირველი წინააღმდეგობა, პირველი ნაპრალი ლოგიკურ ახსნაში.
მაგრამ არსებობს მეორეც. როდესაც გეოფიზიკოსები შეისწავლიდნენ სეისმურ მონაცემებს, ვიბრაციებს, რომლებიც გადის მთვარის სხეულში, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს მეტალის მასა არ არის უბრალოდ ერთი მყარი ბლოკი. მისი სტრუქტურა უფრო რთულია. ის თითქოს შედგება რამდენიმე ფენისგან, რამდენიმე კონცენტრაციისგან. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ეს გავს ქსელს, არა მონოლითურ ობიექტს, არამედ რაღაც უფრო ორგანიზებულს, უფრო სტრუქტურირებულს. და აქ იწყება მეორე ჰიპოთეზა, უფრო უცნაური, უფრო შემოშემაშფოთებელი. რა მოხდებოდა თუ ეს საერთოდ არ არის ასტეროიდი? რა მოხდებოდა თუ ეს არის რაღაც, რაც მოვიდა მთვარის შიგნიდან? ეს ჟღერს შეუძლებლად, მაგრამ მოდით განვიხილოთ ფაქტები. მთვარე არ არის მკვდარი გაკენული ქვის ბურთი, როგორც ოდესღაც ვფიქრობდით. 2009 წელს, როდესაც NASA-მ დაარტყა სპეციალური რაკეტა მთვარის ზედაპირს და გააანალიზა ამოფრქვეული მასალა, მათ აღმოაჩინეს წყალი. არა ნოტიო, არა კვალი, არამედ მნიშვნელოვანი რაოდენობა წყლის მოლეკულებისა, დამარხული რეგოლიტში. 2011 წელს სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მთვარის შიგნით შეიძლება იყოს მთელი ოკეანეების ღირებულება წყლისა, ჩაკეტილი ქანებში და მინერალებში. წყალი ნიშნავს ქიმიას, ქიმია ნიშნავს რეაქციებს, რეაქციები ნიშნავს ენერგიას და ენერგია ნიშნავს მოძრაობას. ზოგიერთი მეცნიერი ახლა ფიქრობს, რომ ის მეტალის მასა შეიძლება იყოს არა გარედან მოსული ობიექტი, არამედ შედეგი მთვარის შიდა პროცესებისა. წარმოიდგინეთ, რომ მილიარდი წლის წინ, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ ცხელი იყო, მძიმე მეტალები, რკინა, ნიკელი, სხვა ელემენტები დაიწყეს ჩაძირვა მისი ცენტრისკენ, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა დედამიწაზე. მაგრამ მთვარე ბევრად პატარაა, მისი გრავიტაცია სუსტია. ამ მეტალებმა შეიძლება არ მიაღწიეს ცენტრს. ისინი შეიძლება გაჩერებულიყვნენ შუაგზაზე, დაგროვებულიყვნენ გარკვეულ სიღრმეზე, შექმნილიყო უზარმაზარი ჯიბე მძიმე მასალისა. და შემდეგ მოხდა შეჯახება. ასტეროიდი, რომელმაც შექმნა სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერი, დაარტყა ზუსტად იქ, სადაც ეს მეტალის ჯიბე იყო. დარტყმის ენერგიამ გაახსნა მთვარის ქერქი და ის მეტალი, რომელიც უკვე იყო იქ, ამოვიდა ზედაპირთან ახლოს, დარჩა ჩაფლული ახალ გეოლოგიურ სტრუქტურებში. ეს ახსნიდა ზომას, ეს ახსნიდა განაწილებას. ეს ახსნიდა, რატომ არის ეს მასა ასე ღრმად და ასე კონცენტრირებული. მაგრამ ეს ქმნის ახალ კითხვას. თუ მთვარის შიგნით არის ასეთი უზარმაზარი მეტალის რეზერვუარები, რა სხვა იმალება იქ? რა სხვა სტრუქტურები, რა სხვა ანომალიები ელოდება აღმოჩენას? და აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ნამდვილად აშფოთებს მეცნიერებს. 2016 წელს, როდესაც იაპონურმა ზონდმა კაგუია დაასრულა თავისი მისია და განახორციელა დეტალური გრავიტაციული რუკა მთვარის ბნელი მხარისა, მან აღმოაჩინა, რომ სამხრეთ პოლუს ეიტკენის ანომალია არ არის ერთადერთი, არსებობს სხვა ანომალიებიც. უფრო მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. ისინი განლაგებულნი არიან გარკვეული შაბლონით, თითქოეული შაბლონით, თითქოს ქსელი, რომელიც ფარავს მთვარის ბნელ მხარეს. ზოგიერთი ამ ანომალიებიდან ემთხვევა ძველ კრატერებს, სხვები არა. ზოგიერთი არის ზედაპირთან ახლოს, სხვები ღრმად. და ყველა მათგანი აჩვენებს ნიშნებს მძიმე მკვრივი მასალისა, რომელიც არ უნდა იყოს იქ. ეს არის მომენტი, როდესაც მეცნიერება იწყებს გავდეს დეტექტიურ ისტორიას. ჩვენ გვაქვს გვამი, გრავიტაციული ანომალია. გვაქვს ადგილი, სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერი. გვაქვს მოწმეები, სეისმური მონაცემები, გრავიტაციული გაზომვები, ქიმიური ანალიზები. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მკვლელი. ჩვენ არ ვიცით, რა გამოიწვია ეს. ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდა ეს. და ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს ერთჯერადი მოვლენა, თუ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. მოდით დაუბრუნდეთ იმ რიცხვს, 2 კვინტილიონი ტონა. რომ ნამდვილად გავიგოთ, რას ნიშნავს ეს, ჩვენ უნდა შევადაროთ რაღაც კოსმიკოს. დედამიწის მთელი ატმოსფერო, ყველა ჰაერი, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ, ყველა ღრუბელი, ყველა ქარი, ყველა ქარიშხალი, იწონის დაახლოებით 5 კვადრილიონ ტონას. ის მეტალის მასა მთვარის ქვეშ არის 400 ჯერ უფრო მძიმე ვიდრე დედამიწის მთელი ატმოსფერო. ეს არის ისეთი მასა, რომელიც თუ ის იქნებოდა დედამიწაზე, შექმნიდა საკუთარ გრავიტაციულ ველს, რომელიც იგრძნობოდა 1000-ობით კილომეტრის მოშორებით. და ეს ყველაფერი იმალება იქ, 390,000 კილომეტრის მოშორებით, მთვარის იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ არასოდეს ვხედავთ. აქ ჩნდება ფილოსოფიური კითხვა, რომელიც აღემატება მეცნიერებას. რამდენი ასეთი საიდუმლო არსებობს კოსმოსში? რამდენი უზარმაზარი, აუხსნელი სტრუქტურა იმალება ადგილებში, სადაც ჩვენ არ ვიყავით? რამდენი ანომალია ელოდება აღმოჩენას პლანეტებზე, მთვარეებზე, ასტეროიდებზე, რომლებსაც ჩვენ ხედავთ მხოლოდ მოშორებით? მთვარე არის ჩვენი უახლოესი კოსმიკური მეზობელი. ჩვენ ვიყავით იქ, ჩვენ დავდგით ფეხი მის ზედაპირზე, ჩვენ მოვიტანეთ ქვები უკან, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვიცოდით ყველაფერი მის შესახებ.
და მაინც 2013 წელს 54 წლის შემდეგ, რაც ნილ არმსტრონგმა დადგა ფეხი მთვარეზე, ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ მის შიგნით იმალება რაღაც, რაც აღემატება ყველა ჩვენს მოლოდინს. ეს არის გაკვეთილი თავმდაბლობის შესახებ. ეს არის შეხსენება, რომ სამყარო ყოველთვის უფრო უცნაურია, უფრო რთულია, უფრო საიდუმლოებით სავსეა, ვით სავსეა ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა. რადგან თუ ჩვენ შევძელით ამის აღმოჩენა მთვარეზე, ობიექტზე, რომელსაც ვსწავლობთ საუკუნეების განმავლობაში, რას შეიძლება ვიპოვოთ სხვაგან? ევროპა. იუპიტერის მთვარე, რომელიც დაფარულია ყინულით და შესაძლოა მალავს ოკეანეს თავის ქვეშ. ენცელადი. სატურნის მთვარე, რომელიც ამოფრქვევს წყლის ფონტანებს კოსმოსში. ტიტანი. სხვა სატურნის მთვარე, რომელსაც აქვს ატმოსფერო და მეთანის ტბებები. ყველა ეს სამყარო არის უცნობი. ყველა მათგანი შეიძლება მალავდეს საკუთარ ანომალიებს, საკუთარ საიდუმლოებებს, საკუთარ 2 კვინტილიონ ტონა აუხსნელ მასას. და ეს მხოლოდ ჩვენი მზის სისტემაა. მაგრამ დაუბრუნდეთ მთვარეს. დაუბრუნდეთ იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც აწუხებს მეცნიერებს ღამით. რა ზუსტად არის ეს მეტალის მასა? 2020 წელს, როდესაც ჩინეთმა გამოაცხადა ახალი მისიები მთვარის ბნელ მხარეზე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერის უფრო დეტალური შესწავლა. მათ გეგმავენ ჩაატარონ სეისმური ექსპერიმენტები, მცირე აფეთქებები, რომლებიც გამოაგზავნიან ვიბრაციებს მთვარის სხეულში და საშუალებას მისცემს მეცნიერებს დაინახონ, რა არის ქერქის ქვეშ. ისინი გეგმავენ გამოიყენონ რადარი, რომელიც შეაღწევს 100 მეტრის სიღრმეზე. ისინი გეგმავენ აიღონ ნიმუშები ქანებიდან, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ ნაწილაკებს იმ მეტალისგან. ამერიკა ასევე გეგმავს დაბრუნებას. NASA-ს პროგრამა არტემისი, რომელიც უნდა დააბრუნოს ადამიანები მთვარეზე 2025 წლისთვის, მოიცავს მისიებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე, ზუსტად იმ რეგიონში, სადაც არის ეს გიგანტური კრატერი და მისი საიდუმლო. მაგრამ აქ არის პრობლემა. ის მეტალის მასა არის 100 კილომეტრის სიღრმეზე. ჩვენ არ შეგვიძლია მივახციოთ მას. ჩვენ არ შეგვიძლია დავბურღოთ ასე ღრმად. ჩვენ არ შეგვიძლია გავაგზავნოთ ზონდი იქ. ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ირიბი გაზომები, გრავიტაცია, სეისმური ტალღები, მაგნიტური ველები. ეს გავს იმას, რომ ცდილობ გაიგო რა არის დიდ შავ ყუთში, მხოლოდ მისი წონის, ხმის და ჩრდილოს საფუძველზე. შენ შეგიძლია გამოიცნო, შეგიძლია ააშენო მოდელები, მაგრამ ვერასოდეს იქნები 100%-ით დარწმუნებული, სანამ არ გახსნი ხუთს. და მთვარის შემთხვევაში ჩვენ ვერ გავხსნით ხუთს, არა ახლო მომავალში, შესაძლოა არა ჩვენ სიცოცხლეში. ასე რომ, ჩვენ ვრჩებით კითხვებთან, ჩვენ ვრჩებით ჰიპოთეზებთან, ჩვენ ვრჩებით 2 კვინტილიონ ტონა საიდუმლოსთან, რომელიც იმალება 390,000 კილომეტრის მოშორებით. მაგრამ იქნებ ეს კარგია. იქნებ ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს საიდუმლოდ. ცოტა ხნით მაინც. იქნებ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, არის ის, რაც ინარჩუნებს ჩვენს ცნობის მოყარეობას ცოცხალს, ჩვენს მეცნიერებას მოძრაობაში, ჩვენს თვალებს მიმართულს ცისკენ. რადგან ბოლოს და ბოლოს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არ არის პასუხები. ის, რაც მნიშვნელოვანია, არის კითხვები. და მთვარე, ჩვენი ძველი, ნაცნობი, ყოველღამე ცაში ჩანს მეგობარი, ახლა გვეკითხება კითხვებს, რომლებზეც ჩვენ არ გქონდა წარმოდგენა. მაგრამ რა მოხდება თუ ჩვენ შევხედავთ ამ საიდუმლოს სხვა კუთხიდან? რა მოხდება თუ ჩვენ არ ვიკითხავთ, რა არის ეს, არამედ რას აკეთებს ეს? რადგან ის მეტალის მასა, რომელიც იმალება სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერის ქვეშ, არ არის უბრალოდ უძრავი ობიექტი. ის აქტიურად ზემოქმედებს მთვარეზე. ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს, მილიარდი წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში ჩაშენებულია უზარმაზარი მაგნიტი, რომელიც მუდმივად იზიდავს თქვენს ჯულებს ერთი მიმართულებით. თქვენი სხეული შეეგუებოდა, თქვენი ხერხემალი მოიხარებოდა, თქვენი კუნთები გადაიწონიდნენ. ზუსტად ეს ხდება მთვარესთან, მხოლოდ გეოლოგიურ მასშტაბში. 2018 წელს, როდესაც გეოფიზიკოსებმა დაიწყეს დეტალური ანალიზი მთვარის ფორმის, მათ აღმოაჩინეს რაღაც გასაოცარი. მთვარე არ არის სრულყოფილი სფერო. ის ოდნავ გამოშვერილია, დეფორმირებულია, ზუსტად იმ რეგიონში, სადაც არის ეს მეტალის მასა. ეს არის თითქოს უხილავი ხელი, ქვემოდან იზიდავს ქერქს, ქმნის მცირე, მაგრამ გაზომვად ჩაღრმავებას. ეს დეფორმაცია არის მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი, არაფერი კოსმიკურ მასშტაბში, მაგრამ ის არსებობს, ის რეალურია და ის გვიჩვენებს, რომ ეს მასა არ არის უბრალოდ დამარხული ობიექტი. ის არის აქტიური ძალა, რომელიც აყალიბებს მთვარის გეომეტრიას. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც დედამიწა და მთვარე ურთიერთქმედებენ. ყოველ 25 საათში მთვარის ერთი სრული ბრუნვის განმავლობაში ეს მეტალის მასა გადის სხვადასხვა პოზიციებში მიმართებაში დედამიწასთან. ზოგჯერ ის არის დედამიწისკენ მიმართული მხარეს, ზოგჯერ საპირისპირო მხარეს, ზოგჯერ გვერდით.
და ყოველ ჯერზე, როდესაც ის მოძრაობს, იცვლება გრავიტაციული ურთიერთქმედება დედამიწასა და მთვარეს შორის, მიკროსკოპულად, მაგრამ გაზომვადად. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთვარე ყოველთვის აჩვენებს ერთსა და იმავე მხარეს დედამიწისკენ. ეს ფენომენი, რომელსაც უწოდებთ დიდალუღ ჩაკეტვას, ჩვეულებრივ აიხსნება მთვარის ფორმის ასიმეტრიით. ის ოდნავ გრძელია ერთი მიმართულებით და დედამიწის გრავიტაცია ჩაკეტავს ამ გრძელ მხარეს საკუთარი მიმართულებით. მაგრამ რა მოხდება თუ ეს ასიმეტრია თავად გამოწვეულია იმ მეტალის მასით? რა მოხდება თუ ის 2 კვინტილიონი ტონა არის ის, რამაც განსაზღვრა, რომელი მხარე მთვარისა ყოველთვის იქნება ჩვენკენ მიმართული და რომელი ჩაფლული მარადიულ ბნელში? ეს არის იდეა, რომელიც ცვლის ყველაფერს. რადგან თუ ეს მართალია, მაშინ ის მეტალის მასა არ არის უბრალოდ გეოლოგიური კურიოზი. ის არის ფუნდამენტური ნაწილი დედამიწა მთვარის სისტემისა. ის არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ხედავთ მთვარის ზღვებს. ის ბნელ ლაქებს, რომლებიც ქმნიან კაცის სახეს მთვარეზე. ის არის მიზეზი, რის გამოც მთვარის ბნელი მხარე დარჩა უცნობი ათასობით წლის განმავლობაში. ის არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი წინაპრები ყოველთვის ხედავდნენ ერთსა და იმავე მთვარის სახეს და ქმნიდნენ მითებს, ლეგენდებს, რელიგიებს მის გარშემო. ერთი უხილავი მასა, დამარხული 100 კილომეტრის სიღრმეზე, აყალიბებდა ადამიანის კულტურას მილიონი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რადგან როდესაც მეცნიერები დაიწყეს უფრო ღრმა ანალიზი, მათ აღმოაჩინეს რაღაც კიდევ უფრო უცნაური. ცნაური. ის მეტალის მასა არ არის ერთგვაროვანი. მისი სიმკვრივე იცვლება. ზოგიერთ ადგილას ის უფრო მკვრივია, თითქოს კონცენტრირებული ბირთვები მძიმე მეტალისა. სხვა ადგილებში ის უფრო დისპერსულია, თითქოს ქსელი ან ჩონჩხი. და ყველაზე საინტერესო, ზოგიერთი ამ კონცენტრაციებიდან აჩვენებს ნიშნებს მაგნიტიზმისა. მაგნიტიზმი. ეს არის სიტყვა, რომელიც ყველაფერს ცვლის. რადგან მაგნიტური ველები არ წარმოიქმნება უბრალოდ მეტალის არსებობით, ისინი საჭიროებენ მოძრაობას, ისინი საჭიროებენ ელექტრულ დენებს, ისინი საჭიროებენ დინამიკას, პროცესებს, რომლებიც ხდება ახლა ამ წამს, არა მილიარდი წლის წინ. დედამიწას აქვს მაგნიტური ველი, რადგან მის ცენტრში არის თხევადი რკინის ბირთვი, რომელიც ბრუნავს და ქმნის უზარმაზარ დინამოს. მარსს ჰქონდა მაგნიტური ველი, მაგრამ დაკარგა ის, როდესაც მისი ბირთვი გაცივდა და შეწყვიტა მოძრაობა. მთვარეს არ აქვს გლობალური მაგნიტური ველი. მისი ბირთვი ძალიან პატარაა, ძალიან ცივია, ძალიან უძრავია, მაგრამ ლოკალური მაგნიტური ველები ის სხვა ამბავი. 2009 წელს, როდესაც NASA-ს ზონდმა Lunar Reconnaissance Orbiter-მა დაიწყო დეტალური მაგნიტური რუკის შედგენა მთვარის ზედაპირისა, მან აღმოაჩინა ასობით მცირე მაგნიტური ანომალია. ადგილები, სადაც ქანები აჩვენებენ ნარჩენ მაგნიტიზმს. ზოგიერთი ამ ანომალიებიდან არის ძველი ვულკანური ქანების ადგილებში, ლავა, რომელიც გაყინდა მაგნიტურ ველში და დაიმახსოვრა ის. სხვები არის შეჯახების ადგილებში, მეტეორიტები, რომლებმაც მოიტანეს მაგნიტური მინერალები. მაგრამ ზოგიერთი ამ ანომალიებიდან არის სამხრეთ პოლუსეითკენის კრატერის რეგიონში და ისინი არ ემთხვევა ვულკანურ ფორმაციებს. ისინი არ ემთხვევა ცნობილ შეჯახებებს. ისინი უბრალოდ არიან იქ. უხსნელი მაგნიტური ხელმოწერები, რომლებიც მოდიან სიღრმიდან. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ის მეტალის მასა ოდესღაც იყო ნაწილი მთვარის აქტიური დინამოსი. პერიოდი, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ ჰქონდა თხევადი ბირთვი და გლობალური მაგნიტური ველი. ეს იყო დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მთვარის ახალგაზრდობაში, როდესაც ის ჯერ კიდევ იყო ცხელი და გეოლოგიურად აქტიური. შემდეგ, როდესაც მთვარე გაცივდა, დინამო შეწყდა, მაგრამ ზოგიერთი მეტალის ფორმაცია შეინარჩუნა ნარჩენ მაგნიტიზმს. თითქოს გაყინული მეხსიერება იმ დროის, როდესაც მთვარე იყო ცოცხალი. მაგრამ სხვები ფიქრობენ რაღაც უფრო რადიკალურს. რა მოხდება თუ ის მეტალის მასა არ არის მკვდარი ნარჩენი? რა მოხდება თუ იქ ჯერ კიდევ ხდება რაღაც? ეს ჟღერს შეუძლებლად. მთვარე არის გეოლოგიურად მკვდარი სამყარო. მას არ აქვს ვულკანები, მას არ აქვს ტექტონიკური ფირფიტები, ური ფირფიტები, მას არ აქვს ატმოსფერო. მაგრამ მკვდარი არ ნიშნავს უძრავ. 2020 წელს, როდესაც მეცნიერებმა გაანალიზეს სეისმური მონაცემები ძველი აპოლოს მისიებიდან, სეისმომეტრები, რომლებიც დატოვეს ასტრონავტებმა 50-იან წლებში, მათ აღმოაჩინეს, რომ მთვარე ჯერ კიდევ განიცდის მიწის ჯვრებს. არა ძლიერებს, არა ისეთებს, რომლებიც ანგრევენ შენობებს, მაგრამ მცირე, რეგულარულ ვიბრაციებს, რომლებიც მოდის სიღრმიდან. ზოგიერთი ამ მთვარის ჯვრებიდან ხდება, როდესაც მთვარე არის ყველაზე ახლოს დედამიწასთან, როდესაც ტიდალური ძალები ყველაზე ძლიერია. სხვები ხდება, როდესაც მთვარე გადის დედამიწის ჩრდილში, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იცვლება. ტრადიცულად ეს ნიშნავს, რომ მთვარის შიგნით ჯერ კიდევ არის მოძრაობა, მცირე, ნელი, მაგრამ რეალური. ქანები ჯერ კიდევ იძევს.
სტრუქტურები ჯერ კიდევ ეგუება. და თუ ეს მოძრაობა ხდება რეგიონში, სადაც არის უზარმაზარი მეტალის მასა, მაშინ შესაძლოა იქ ხდება რაღაც, რაც ჩვენ ჯერ არ გვესმის. წარმოიდგინეთ ორი უზარმაზარი მეტალის ფენა, რომლებიც ოდნავ მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ. ძალიან ნელა, მილიმეტრებით საუკუნეში. ხახუნი მათ შორის შეიძლება გამოიწვიოს სითბო. სითბო შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური რეაქციები. რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს ელექტრული დენები. დენები შეიძლება გამოიწვიოს მაგნიტურ ველებს. ეს არის ჰიპოთეზა, არაფერი მეტი. მაგრამ ის ახსნიდა იმ ლოკალურ მაგნიტურ ანომალიებს. ის ახსნიდა რა რატომ არის ზოგიერთი მთვარისძვრა კონცენტრირებული სამხრეთ პოლუსის რეგიონში. ის ახსნიდა რატომ არის ეს მასა ასე კომპლექსური, ასე სტრუქტურირებული, ასე განსხვავებული ყველაფრისგან, რაც ჩვენ ვიცით. და ის დასვამს ერთ შემაშფოთებელ კითხვას. თუ ეს მართალია, რას ნიშნავს ეს მთვარის მომავლისთვის? რადგან თუ მთვარის შიგნით ჯერ კიდევ ხდება აქტიური პროცესები, თუნდაც ძალიან ნელი, მაშინ მთვარე არ არის გატინული ნამარხი. ის არის ცოცხალი სისტემა, რომელიც ვითარდება. და ევოლუცია ნიშნავს ცვლილებას. ცვლილება ნიშნავს მოულოდნელობას. მოდით შევხედოთ კონკრეტულ რიცხვებს. სამხრეთ პოლუსზე იტკენის კრატერის ცენტრში გრავიტაციული აჩქარება არის დაახლოებით 1 მილიგალით მეტი ვიდრე მთვარის საშუალო. 1 მილიგალი არის 1/1000 გრავიტაციული აჩქარებისა, რომელსაც ჩვენ გვგზნობთ დედამიწაზე. ეს ჟღერს უმნიშვნელოდ, მაგრამ კოსმოსურ მასშტაბში ეს არის უზარმაზარი ძალა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კოსმოსური ხომალდი, რომელიც ცდილობს დაეშვას სამხრეთ პოლუსზე იტკენის კრატერში. თქვენი ნავიგაციის სისტემა გამოთვლილია მთვარის საშუალო გრავიტაციისთვის, მაგრამ როდესაც თქვენ მიუახლოვდებით კრატერს, თქვენი ტრაექტორია იწყებს ცვლილებას. ოდნავ, მაგრამ საკმარისად, რომ თქვენი დაშვება გახდეს არაზუსტი. თქვენ შეიძლება დაეშვათ 10 კილომეტრით მოშორებით თქვენი სამიზნე წერტილიდან. ან უარესი, თქვენ შეიძლება დაეჯახოთ მთის კალთას, რომელსაც არ ელოდით. ეს არ არის თეორიული პრობლემა. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ყველა მომავალმა მისიამ ამ რეგიონში. ჩინეთის ჩანგე 4, რომელმაც წარმატებით დაეშვა მთვარის ბნელ მხარეს, გამოიყენა სპეციალური ალგორითმები, რომლებიც ითვალისწინებდა ამ გრავიტაციულ ანომალიებს. მომავალი მისიები, განსაკუთრებით ის, რომლებიც გეგს გეგმავენ დაბრუნებას ნიმუშებით, დაგჭირდებათ კიდევ უფრო ზუსტი გაზომვები. მაგრამ აქ არის პარადოქსი. რომ გავზომოთ ეს ანომალია უფრო ზუსტად, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მეტი ხომალდი. მაგრამ რომ გავაგზავნოთ მეტი ხომალდი უსაფრთხოდ, ჩვენ უნდა გქონდეს უფრო სრულ ზუსტი გაზომვები. ეს არის ციკლი, რომელიც შეიძლება გატეხილ იქნას მხოლოდ რისკით. გაგზავნით ხომალდი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ამ ანომალიის შესასწავლად, იმის გაცნობიერებით, რომ ის შეიძლება დაიკარგოს. და აქ ჩვენ ვაწყდებით ფუნდამენტურ კითხვას კოსმოსური კვლევის შესახებ. რამდენი ღირს ცოდნა? რა რისკი არის მისაღები, რომ გავიგოთ რაღაც, რაც არავინ არ იცის? 2020 წელს NASA-მ გამოაცხადა, რომ ისინი განიხილავენ მისიას სახელწოდებით Lunar Gravitometric Orbiter. სპეციალიზებული ხომალდი, რომელიც იფრენდა ძალიან დაბალ ორბიტაზე მთვარის გარშემო და შექმნიდა ყველაზე დეტალურ გრავიტაციულ რუკას, რაც ოდესმე არსებობდა. ეს ხომალდი გაფრენდა მხოლოდ 30 კილომეტრის სიმაღლეზე, ასე დაბლა, რომ ის გრძნობდა ყოველ მცირე ვარიაციას მთვარის გრავიტაციულ ველში. მაგრამ ასე დაბალ ორბიტაზე ფრენა არის საშიში. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ანომალია, ნებისმიერი უხილავი მასის კონცენტრაცია შეიძლება ჩამოწიოს ხომალდი. მისია გაუქმდა. ძალიან რისკიანი, ძალიან ძვირი, ძალიან გაურკვეველი შედეგებით. მაგრამ იდეა დარჩა. და ახლა 6 წელს შემდეგ ჩინეთი აცხადებს, რომ ისინი გეგმავენ რაღაც მსგავს. მათი მომავალი მისია ჩანგე 7 მოიცავს მცირე ორბიტალურ ზონდს, რომელიც სპეციალურად შექმნილია გრავიტაციული ანომალიების შესასწავლად. ის იქნება პირველი ხომალდი, რომელიც სპეციალურად მიზნად ისახავს იმ მეტალის მასის დეტალურ რუკას. და აქ იწყება რბოლა. რადგან ის, ვინც პირველი შექმნის ამ რუკას, მიიღებს არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნას, ის მიიღებს სტრატეგიულ უპირატესობას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით ზუსტად სად არის ყველა გრავიტაციული ანომალია მთვარეზე. თქვენ იცით, სად შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეშვათ. თქვენ იცით, სად არის ყველაზე საინტერესო გეოლოგიური ფორმაციები. თქვენ იცით, სად შეიძლება იყოს დამარხული რესურსები, მეტალები, მინერალები, იქნებ წყალიც კი. ეს ცოდნა ღირს მილიარდებს. ეს ცოდნა ღირს იმპერიებს. რადგან მთვარე აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ცნობის მოყვარეობის ობიექტი, ის ხდება ეკონომიკური ინტერესის ობიექტი. ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროპა, ინდოეთი, იაპონია, ყველა ისინი გეგმავენ მთვარის ბაზებს მომდევნო 10 წლებში. ყველა ისინი საუბრობენ მთვარის რესურსების მოპოვებაზე. ყველა ისინი იცნობენ, რომ ის, ვინც პირველი დაიმკვიდრებს მთვარეს, მიიღებს უზარმაზარ უპირატესობას კოსმოსურ ეკონომიკაში.
და სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერი, ის რეგიონი, სადაც იმალება 2 კვინტილიონი ტონა მეტალი, ხდება ყველაზე სასურველი ადგილი მთვარეზე. მაგრამ აქ არის პრობლემა. ჩვენ არ ვიცით, შეგვიძლია თუ არა ამ მეტალის მოპოვება. ჩვენ არ ვიცით, ღირს თუ არა ის მოპოვება. ჩვენ არც კი ვიცით, რა ზუსტად არის ეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აღმოაჩენთ უზარმაზარ საგანძურს, ხუთს, რომელიც სავსეა ოქროთი, ალმასებით, იშვიათი ელემენტებით. მაგრამ ეს ხუთი არის ასობით კილომეტრის სიღრმეზე მყარ ქანში. თქვენ არ შეგიძლიათ მიაღწიოთ მას. თქვენ არ შეგიძლიათ დაბურღოთ ასე ღრმად. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ ის იქ არის და იოცნებოთ მის შესახებ. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ ამ მეტალის მასასთან. ჩვენ ვიცით, რომ ის იქ არის. ჩვენო ის იქ არის. ჩვენ ვიცით, რომ ის უზარმაზარია. ჩვენ ვიცით, რომ ის შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ძვირფასია დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მივაღწიოთ მას. არა ახლო მომავალში, არა არსებული ტექნოლოგიით. ან შეგვიძლია? 2022 წელს კერძო კომპანია Lunar Resources-მა, ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც ფოკუსირდება მთვარის რესურსების მოპოვებაზე, გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მთვარის ქერქის ქვეშ არსებული მეტალის მოპოვება შეიძლება იყოს ეკონომიკურად მონგებიანი. არა პირდაპირი ბურვით, ეს ძალიან ძვირია, არამედ ირიბული მეთოდებით. მათი იდეა იყო შემდეგი. გამოიყენენ მთვარის ბუნებრივი პროცესები. მთვარეზე ხდება მიკრომეტეორიტების მუდმივი დაბომბვა. მცირე ქვების ნაწილაკები, რომლებიც ეჯახებიან ზედაპირს კოსმიკური სიჩქარით. ყოველი ასეთი შეჯახება ქმნის მცირე კრატერს და ამოფრქვევს მასალას სიღრმიდან. მილიონი წლის განმავლობაში ეს პროცესი ნელ-ნელა აჩენს ღრმა ფენებს ზედაპირზე. თუ თქვენ შეგიძლიათ იდენტიფიცირება გაუკეთოთ იმ ადგილებს, სადაც ეს ამოფრქვეული მასალა შეიცავს მეტალის ნაწილაკებს იმ ღრმა მასიდან, თქვენ შეგიძლიათ მოაგროვოთ ისინი ზედაპირიდან. ბევრად უფრო იაფად ვიდრე ბურღვა. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა. მაგრამ მათემატიკა მუშაობს. გამოთვლები აჩვენებს, რომ 4 მილიარდი წლის განმავლობაში, იმ დროიდან რაც შეიქმნა სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერი, მიკრომეტეორიტებმა უნდა ამოაფრქვიონ მილიარდობით ტონა მასალა იმ ღრმა ფენებიდან. ზოგიერთი ამ მასალისგან უნდა იყოს ჯერ კიდევ კრატერის ფსკერზე დაფარული ღეგოლითის თხელი ფენით. თუ ეს მართალია, მაშინ სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერი არ არის მხოლოდ გეოლოგიური საიდუმლო. ის არის პოტენციური მაღარო, ყველაზე დიდი მეტალის საბადო მთვარეზე, შესაძლოა მთელ მზის სისტემაში. მაგრამ აქ იწყება ეთიკური კითხვები. ვის ეკუთვნის ეს მეტალი? ვის აქვს უფლება მოიპოვოს ის? რა მოხდება თუ ერთი ქვეყანა ან ერთი კომპანია დაიმკვიდრებს ამ რეგიონს და გამოაცხადებს მას საკუთარ ტერიტორიად? 2067 წელს გაერო მიიღო კოსმოსური ხელშეკრულება, რომელიც აცხადებს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიმკვიდროს ცის სხეულები. მთვარე, მარსი, ასტეროიდები, ყველა ისინი ეკუთვნის მთელ კაცობრიობას. მაგრამ ეს ხელშეკრულება არაფერს ამბობს რესურსების მოპოვების შესახებ. ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება გამოიყენოს ის, რაც იპოვა კოსმოსში. 2015 წელს ამერიკამ მიიღო კანონი, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ უფლება ფლობდნენ და გაყიდონ რესურსები, რომლებიც ისინი მოიპოვებენ კოსმოსში. 2018 წელს ლუქსემბურგმა მიიღო მსგავსი კანონი. 2020 წელს არაბეთის გაერს არაბეთის გაერთიანებული საემიროები გამოაცხადა, რომ ისინი ასევე მხარს უჭერენ კერძო კოსმოსური მოპოვების უფლებას. ჩინეთი და რუსეთი არ ეთანხმებიან. ისინი ამბობენ, რომ კოსმოსური რესურსები უნდა იყოს საერთო საკუთრება, რომ მათი მოპოვება უნდა რეგულირდებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც არსებობს ღირებული რესურსები და არ არსებობს მკაფიო კანონები, ადამიანები იღებენ რისკებს. ისინი იდგამენ დროშებს, ისინი აცხადებენ პრეტენზიებს, ისინი იბრძვიან. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება არა დედამიწაზე, არამედ მთვარეზე, სადაც არ არსებობს პოლიცია, სადაც არ არსებობს სასამართლოები, სადაც ერთადერთი კანონი არის ფიზიკის კანონი და ერთადერთი ძალა არის ის, რასაც თქვენთან მოიტანთ. ეს არის მომავალი, რომელიც ჩვენ ვაშენებთ. ეს არის მომავალი, რომელიც იწყება იმ 2 კვინტილიონი ტონა მეტალით დამარხული მთვარის ბნელ მხარეზე. მაგრამ იქნებ ჩვენ ვფიქრობთ ამაზე არასწორად. იქნებ ის მეტალის მასა არ არის რესურსი, რომელიც უნდა მოვიპოვოთ. იქნებ ის არის რაღაც, რაც უნდა დავიცვათ. რადგან თუ ის მართლაც არის ნაწილი მთვარის შიდა სტრუქტურისა, თუ ის მართლაც ზემოქმედებს მთვარის ბრუნვაზე, მის გრავიტაციულ ველზე, მის გეოლოგიურ სტაბილურობაზე, მაშინ მისი შეშფოთება შეიძლება გამოიწვიოს შედეგები, რომლებსაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იწყებთ ბურღვას, თქვენ აფეთქებთ ქანებს, თქვენ ამოირებთ მასალას. და უეცრად ის დელიკატური ბალანსი, რომელიც არსებობდა მილიარდი წლის განმავლობაში, იშლება. მთვარის ბრუნვა იწყებს ცვლილებას,
მხოლოდ ოდნავ, მაგრამ საკმარისად, რომ გავლენა იქონიოს დედამიწაზე. რადგან დედამიწა და მთვარე არ არიან დამოუკიდებელი ობიექტები, ისინი არიან ერთი სისტემა. მთვარე აკონტროლებს დედამიწის მიქცევებს. ის მცირე რხევას დედამიწის ბრუნვის ღერძში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სეზონებს, ჩვენს კლიმატს, ჩვენს სიცოცხლის პირობებს. მთვარე აკონტროლებს მიქცევებს, ის რიტმულ მოძრაობას ოკეანეების, რომელიც გავლენას ახდენს ზღვის ეკოსისტემებზე, სანაპირო ეროზიაზე, თევზჭერაზე. თუ მთვარის ბრუნვა შეიცვლება, ეს ყველაფერი შეიცვლება. არა დაუყოვნებლივ, არა კატასტროფულად, მაგრამ ნელ-ნელა, საუკუნეების განმავლობაში. და ჩვენი შთამომავლები იქნებიან ის, ვინც იცხოვრებს ამ შედეგებთან. ეს არის პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენ არ ვართ მზად აიღოთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ არ ვართ მზად მივიღოთ. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ის, მალე, ძალიან მალე. რადგან ტექნოლოგია ვითარდება, მისიები გეგმდება, კომპანიები ინვესტირებას აკეთებენ. და ერთ დღეს, შესაძლოა 10 წლის შემდეგ, შესაძლოა 20, ვიღაც დადგება სამხრეთ პოლუსეიტკენის კრატერის ფსკერზე, დაიჭერს ბურღის ხელსაწყოს და დაიწყებს ბურღვას. და ამ მომენტში ჩვენ გავიგებთ, იყო თუ არა ის მეტალის მასა საგანძური, თუ მახე. მაგრამ რა მოხდება თუ ჩვენ უკვე ვიწყებთ იმ ბურღვას, არა ფიზიკურად, არამედ ინტელექტუალურად? რა მოხდება თუ თავად ის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ, უკვე ცვლის ჩვენს ურთიერთობას მთვარესთან? რადგან აქ არის რაღაც, რაზეც არავინ საუბრობს საჯაროდ, მაგრამ ყველა მეცნიერი ფიქრობს კერძოდ. ის მეტალის მასა შეიძლება არ იყოს ერთადერთი. შეიძლება არსებობდეს სხვებიც, არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ სხვა სამყაროებზეც. 2023 წელს, როდესაც NASA-ს ზონდმა ჯუნომ დაასრულა თავისი მე-6 წელი იუპიტერის ორბიტაზე, მან გააგზავნა მონაცემები, რომლებმაც შეაშფოთა მეცნიერთა საზოგადოება. იუპიტერის უმსხვილეს მთვარეს, განიმედს, რომელიც უფრო დიდია ვიდრე მერკური, აქვს საკუთარი მაგნიტური ველი. ეს თავისთავად უნიკალურია. არც ერთ სხვა მთვარეს მზის სისტემაში არ აქვს ასეთი. მაგრამ ის, რაც ნამდვილად გასაოცარია, არის ამ მაგნიტური ველის სტრუქტურა. ის არ არის ერთგვაროვანი. ის აჩვენებს ანომალიებს, რეგიონებს, სადაც მაგნიტური ძალა უეცრად იზრდება ან მცირდება. თითქოს იქ არის რაღაც დამარხული, რაღაც მძიმე, რაღაც მეტალური. ზუსტად ისე, როგორც მთვარეზე. ევროპა, სხვა იუპიტერის მთვარე, რომელიც დაფარულია 10 კილომეტრის სისქის ყინულის ფენით, ასევე აჩვენებს გრავიტაციულ ანომალიებს. NASA-ს მისია ევროპა კლიპერი, რომელიც გაიშვა 2024 წელს და მიაღწევს იუპიტერს 2030 წელს, ატარებს ხელსაწყოებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ამ ანომალიების შესასწავლად. მეცნიერები ელიან, რომ ისინი იპოვიან რაღაც მსგავს, მძიმე მასების კონცენტრაციებს ყინულის ქვეშ, შესაძლოა ოკეანის ფსკერზე. ენცელადი, სატურნის მთვარე, რომელიც ამოფრქვევს წყლის ფონტანებს კოსმოსში, ასევე აჩვენებს უცნაურ გრავიტაციულ ქცევას. როდესაც კასინის ზონდი გადაფრინდა მის გვერდით 2018 წელს, ბოლო ჯერზე სანამ ის განადგურდა სატურნის ატმოსფეროში, მისმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს მცირე, მაგრამ აუხსნელი გადახრა ტრაექტორიაში. რაღაც იზიდავდა ზონს, რაღაც, რაც არ უნდა იყო იქ. ეს არის შაბლონი, ეს არის განმეორება, ეს არის რაღაც, რაც ჩვენ ვიწყებთ ხედვას მთელ მზის სისტემაში. უხილავი მასები, დამარხული სიღრმეებში, რომლებიც ცვლიან გრავიტაციულ ველებს და მაგნიტურ ხელმოწერებს. და ეს აყენებს ერთ ფუნდამენტურ კითხვას. რატომ? რატომ არის ეს ასე გავრცელებული? რა პროცესი ქმნის ამ სტრუქტურებს? ერთი ჰიპოთეზა, ის რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, არის ასტეროიდული შეჯახებები. მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ იყო პერიოდი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ დიდ დაბომბვას. ეს იყო დრო, როდესაც უზარმაზარი ასტეროიდები და კომეტები ეჯახებოდნენ პლანეტებსა და მთვარეებს უპრეცედენტო სიხშირით. ეს იყო კატაკლიზმი, რომელმაც ჩამოაყალიბა მთელი მზის სისტემის სახე, შექმნა კრატერები, გახსნა ქერქები, შეცვალა ორბიტები. თუ ამ დაბომბვის დროს ასობით ან ათასობით მეტალით მდიდარი ასტეროიდი დაეჯახა სხვადასხვა სამყაროს, მათი ბირთვები შეიძლება დარჩენილიყო ჩაფლული, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდა მთვარეზე. ეს ახსნიდა, რატომ ხედავთ მსგავს ანომალიებს სხვადასხვა ადგილას. მაგრამ არსებობს მეორე ჰიპოთეზა, უფრო რადიკალური, უფრო შემაშფოთებელი. რა მოხდება თუ ეს მასები არ მოვიდა გარედან? რა მოხდება თუ ისინი წარმოიქმნენ შიგნიდან, როგორც ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ქმნის თავად პლანეტებსა და მთვარეებს? როდესაც პლანეტა ან მთვარე ყალიბდება, როდესაც მთვრისა და გაზის ხრუბელი იწყებს კოლაფსს საკუთარი გრავიტაციის ქვეშ, ხდება რაღაც, რასაც მეცნიერები უწოდებენ დიფერენციაციას. მძიმე ელემენტები, რკინა, ნიკელი, სხვა მეტალები, იწყებენ ჩაძირვას ცენტრისკენ. მსუბუქი ელემენტები, სილიკატები, ქანები, ყინული, რჩებიან ზედაპირთან ახლოს.
ეს არის პროცესი, რომელმაც შექმნა დედამიწის რკინის ბირთვი, მარსის ბირთვი, ვენერის ბირთვი. მაგრამ ეს პროცესი არ არის სრულყოფილი. ის არ არის ერთგვაროვანი. ზოგჯერ მძიმე მასალა გაიჭედება შუაგზაზე, ჩაფლული ქანებში, რომლებიც უკვე გამაგრდა. ზოგჯერ ის ქმნის ჯიბეებს, კონცენტრაციებს, ანომალიებს. და თუ ეს მოხდა არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ მრავალ სხვა სამყაროზეც, მაშინ ის, რასაც ჩვენ ხედავთ, არ არის შემთხვევითი შეჯახებების შედეგი. ეს არის ფუნდამენტური თვისება იმისა, თუ როგორ ყალიბდებიან პლანეტური სხეულები. ეს არის რაღაც, რაც ხდება ყველგან ყოველთვის, როგორც ნაწილი კოსმიკური ევოლუციისა. და თუ ეს მართალია, მაშინ ის 2 კვინტილიონი ტონა მეტალი მთვარის ქვეშ არ არის უნიკალური ანომალია. ეს არის ფანჯარა, ხედი იმ პროცესებში, რომლებიც ქმნიან სამყაროებს მთელ სამყაროში. მოდით შევჩერდეთ აქ და ვიფიქროთ, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ცხოვრობთ პლანეტაზე, რომელსაც აქვს რკინის ბირთვი, უზარმაზარი ცხელი თხევადი სფერო, რომელიც ბრუნავს და ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც გვიცავს კოსმიკური რადიაციის განგან. ეს ბირთვი არის მიზეზი, რის გამოც დედამიწაზე შესაძლებელია სიცოცხლე. ოცხლე. ის არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვაქვს ატმოსფერო, რომელიც არ გაფრინდა კოსმოსში. ის არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ოკეანეები არ აორთქლდა მზის ქარის მიერ. მაგრამ ჩვენ არასოდეს ვნახავთ ამ ბირთვს. ის არის 6000 კილომეტრის სიღრმეზე. უფრო ღრმად ვიდრე ყველაზე ღრმა ოკეანე, უფრო ღრმად ვიდრე ყველაზე ღრმა ბურღვა, უფრო ღრმად ვიდრე ნებისმიერი ადგილი, სადაც ადამიანმა ოდესმე ყოფილა. ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით მის შესახებ, მოდის ირიბული გაზომვებიდან. სეისმური ტალღები, გრავიტაციული ველები, მაგნიტური ხელმოწერები. ზუსტად ისე, როგორც ის მეტალის მასა მთვარეზე. ეს არის პარალელი, რომელიც აიდულებს ჩვენ გადავფასოთ, რას ნიშნავს ცოდნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით დედამიწა. ჩვენ ცხოვრობთ აქ, ჩვენ ვსწავლობთ მას, ჩვენ გვაქვს რუკები და სატელიტები და სენსორები. მაგრამ ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილი, მისი შიდა სტრუქტურა, მისი ბირთვი, მისი მანტია, არის ისეთივე უცნობი, როგორც მთვარის ბნელი მხარე იყო 50 წლის წინ. ჩვენ ცხოვრობთ ქერქზე, თხელ მყიფე ფენაზე, რომელიც ფარავს უზარმაზარ უცნობ სამყაროს. და ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ვიცნობოთ ამ სამყაროს არაპირდაპირი ნიშნებით. ვულკანები, რომლებიც ამოფრქვევენ მასალას სიღრმიდან, მიწისძვრები, რომლებიც აგზაგზავნიან ვიბრაციებს ქერქში, მაგნიტური ველები, რომლებიც ცვლიან კომპასის ისარს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთვარესთანაც. ჩვენ კითხულობთ ნიშნებს, ჩვენ ვაშენებთ მოდელებს, ჩვენ ვიცნობთ. მაგრამ იცნობა არ არის ხედვა, იცნობა არ არის შეხება, იცნობა არ არის ცოდნა. და აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ნამდვილად აშფოთებს ფილოსოფოსებს და მეცნიერებს ღამით. ჩვენი ცოდნის ლიმიტები. არსებობს ფუნდამენტური ბარიერი იმაში, რამდენს შეგვიძლია ვიცოდეთ სამყაროს შესახებ. ეს ბარიერი არ არის ტექნოლოგიური, ის არ არის რაღაც, რასაც ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ უკეთესი ხელსაწყოებით ან უფრო დიდი ბიუჯეტებით. ეს არის ფიზიკური ბარიერი, ჩაშენებული თავად რეალობის სტრუქტურაში. მაგალითად, ჩვენ არასოდეს შევძლებთ დაუბრუნოთ დედამიწის ცენტრამდე. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად ძლიერი ბურღვის ხელსაწყოები, არამედ იმიტომ, რომ ტემპერატურა და წნევა იქ არის ისეთი, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც ჩვენ ვიცნობთ, გაადნება ან გაიწურება. დედამიწის ბირთვში ტემპერატურა არის დაახლოებით 6000 გრადუსი ცელსიუსით, ისეთივე ცხელი, როგორც მზის ზედაპირი. წნევა არის 3 მილიონი ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ატმოსფერული წნევა ზღვის დონეზე. არც ერთი ხომალდი, არც ერთი ზონდი, არც ერთი რობოტი არ შეძლებს გადარჩენას იქ. ოდესმე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პლანეტის შიდა სტრუქტურა, ის ადგილი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მაგნიტურ ველს, ჩვენს ტექტონიკურ აქტივობას, ჩვენს ვულკანებს, ჩვენს მიწისძვრებს, დარჩება მარადიულად მიუწვდომელი პირდაპირი დაკვირვებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვიცნოთ ის, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ მოდელები, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვნახავთ მას. იგივე მართალია მთვარის შესახებ. იგივე მართალია ევროპის, განიმედის, ენცელადის შესახებ. იგივე მართალია ყველა სამყაროს შესახებ, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაზე საინტერესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ფუნდამენტური რამ იმალება სიღრმეებში, რომლებსაც ჩვენ ვერასოდეს მივახცევთ. ეს არის თავმდაბლობის გაკვეთილი, მაგრამ ეს ასევე არის შთაგონების წყარო. რადგან თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვნახოთ პირდაპირ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ არაპირდაპირ. ჩვენ უნდა გავხდეთ დეტექტივები, არა მოგზაურები. ჩვენ უნდა ვისთ კითხვა და ვისწავლოთ კითხვა ნიშნებისა, გრავიტაციული ანომალიები, მაგნიტური ველები, სეისმური ტალღები და ავაშენოთ სურათი იმისა, რაც იმალება. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთვარესთან. 2025 წელს NASA-მ გამოაცხადა ახალი ინიციატივა სახელწოდებით Lunar Geophysical Network. იდეა არის მარტივი, მაგრამ ამბიციური.
განათავსოს 30 სეისმომეტრი მთვარის ზედაპირზე, არა ერთ ადგილას, როგორც აპოლოს მისიებმა გააკეთეს, არამედ მთელ მთვარეზე, დაფარავს ყველა რეგიონს, ყველა ტიპის ტერენს. ეს სეისმომეტრები იმუშავებენ ერთად, როგორც ერთი გიგანტური ინსტრუმენტი, რომელიც მოусმენს მთვარის შიდა სტრუქტურას. როდესაც მიწისძვრა ხდება, ან როდესაც მეტეორიტი ეჯახება ზედაპირს, ის აგზავნის ვიბრაციებს მთვარის სხეულში. ეს ვიბრაციები გადის სხვადასხვა ფენებში, ქერქი, მანტია, შესაძლოა ბირთვი და ყოველი ფენა ცვლის მათ სიჩქარეს, მათ მიმართულებას, მათ ინტენსივობას. 30 სეისმომეტრი განლაგებული სტრატეგიულად შეძლებს დააფიქსიროს ეს ცვლილებები და შექმნას სამგანზომილებიანი რუბიანი რუკანი რუკა მთვარის შიდა სტრუქტურისა. და ეს რუკა გვიჩვენებს, სად ზუსტად არის ის მეტალის მასა, რა ფორმა აქვს მას, როგორ არის ის განაწილებული. არის თუ არა ის ერთი მონოლითური ობიექტი, თუ ქსელი მცირე კონცენტრაციებისა. არის თუ არა ის დაკავშირებული სხვა სტრუქტურებთან მთვარის შიგნით. მაგრამ აქ არის პრობლემა. 30 სეისმომეტრის განთავსება მთვარეზე მოითხოვს 30 მისიას, ან ერთ უზარმაზარ მისიას, რომელიც ატარებს 30 ლენდერს. ორივე შემთხვევაში ეს არის მილიარდობით დოლარი. ეს არის 10 წლეულების მუშაობა. ეს არის რისკი, რომ ზოგიერთი ლენდერი ჩამოვარდება, ზოგიერთი სეისმომეტრი გაიფუჭება, ზოგიერთი მონაცემი დაიკარგება. და ამიტომ NASA ეძებს ალტერნატივებს. ერთი იდეა არის გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი. ნაცვლად იმისა, რომ ელოდოს ბუნებრივ მიწისძვრებს, რომლებიც იშვიათია მთვარეზე, ან ელოდოს მეტეორიტულ შეჯახებებს, რომლებიც არაპროგნოზირებადია, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოიყენოს არსებული მონაცემები, ძველი აპოლოს სეისმომეტრების ჩანაწერები, ორბიტალური გრავიტაციული გაზომები, მაგნიტური რუკები და ასწავლოს თავის თავს, როგორ გამოიყურება მთვარის შიდა სტრუქტურა. ეს ჟრევს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ ეს უკვე მუშაობს დედამიწაზე. გეოფიზიკოსები იყენებენ მანქანურ სწავლებას, რომ შექმნან მოდელები დედამიწის მის მანტიისა და ბირთვისა, მოდელები, რომლებიც ზოგჯერ უფრო ზუსტია, ვიდრე ტრადიციული მეთოდები. 2024 წელს ერთმა კვლევითმა ჯგუფმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ისინი გამოიყენეს ნეირონული ქსელი, რომ დაინახონ დედამიწის ბირთვში არსებული სტრუქტურები, რომლებიც უხილავი იყო ტრადიციული სეისმური ანალიზისთვის. თუ ეს მუშაობს დედამიწაზე, რატომ არ იმუშავებს მთვარეზე? 2026 წელს, ზუსტად ახლა ამ წამს, NASA-ს მეცნიერები ამუშავებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ეწოდება Lunar Seismic Interpreter. ეს სისტემა იღებს ყველა არსებულ მონაცემს მთვარის შესახებ, ათასობით გიგაბაიტი ინფორმაციას ორბიტალური ზონდებიდან, ლენდერებიდან, ძველი აპოლოს მისიებიდან და ცდილობს ააშენოს ერთიანი, თანმიმდევრული მოდელი მთვარის შიდა სტრუქტურისა. და ის უკვე პოულობს რაღაცას. პირველადი შედეგები, რომლებიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ რომლებზეც საუბრობენ მეცნიერები კონფერენციებზე, მიუთითებს, რომ ის მეტალის მასა სამხრეთ პოლუსეითკენის ქვეშ შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვა სტრუქტურებთან, სხვა სტრუქტურებთან მთვარის შიგნით. არა პირდაპირ, არა ფიზიკური კავშირით, არამედ გრავიტაციულად, მაგნიტურად, სეისმურად. თითქოს ეს მასა არის ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, ქსელი ან ჩონჩხი, რომელიც გადის მთელ მთვარეში. თუ ეს დადასტურდება, ეს შეცვლის ყველაფერს. რადგან ეს ნიშნავს, რომ ის, რასაც ჩვენ ხედავთ სამხრეთ პოლუსეითკენში, არ არის იზოლირებული ანომალია. ეს არის ხილული ნაწილი, რაღაც ბევრად უფრო დიდისა, სტრუქტურა, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს ასობით ან ათასობით კილომეტრის სიღრმეზე, რომელიც შეიძლება აკავშირებდეს სხვადასხვა რეგიონებს, რომელიც შეიძლება იყოს ფუნდამენტური ნაწილი იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს მთვარე როგორც გეოლოგიური სისტემა. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის ქერქის ქვეშ არსებობს უხილავი ქსელი მეტალის წარმოებისა, რომლებიც აკავშირებენ ყველა ვულკანს, ყველა მიწისძვრის ზონას, ყველა მთის ქედს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ქსელი არის ის, რაც ნამდვილად აკონტროლებს ტექტონიკურ ფირფიტებს, არა პირიქით. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ხედავდით ეფექტებს, ვულკანებს, მიწისძვრებს, მაგრამ არასოდეს გვესმოდა მიზეზი. ეს არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს მთვარის შესახებ. და თუ ეს მართალია, მაშინ ჩვენ უნდა გადავფასოთ ყველაფერი, რაც ვიცით არა მხოლოდ მთვარის, არამედ ყველა პლანეტური სხეულის შესახებ. მაგრამ აქ არის საშიში ნაწილი. ხელოვნური ინტელექტი არ ხედავს რეალობას. ის ხედავს შაბლონებს მონაცემებში. ის ხედავს კორელაციებს, სტატისტიკურ კავშირებს, ალბათობებს. და ზოგჯერ ეს შაბლონები არის რეალური. ისინი ასახავენ რაღაც ნამდვილ სამყაროში, მაგრამ ზოგჯერ ისინი არის ილუზია, არტეფაქტები იმისა, თუ როგორ იყო შეგროვებული მონაცემები, როგორ იყო დამუშავებული, როგორ იყო ინტერპრეტირებული. როგორ ვიცით, რომელია რომელი? ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ყველა მეცნიერს, ვინც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტთან. და პასუხი არის, ჩვენ არ ვიცით. არა 100%-ით.
სანამ ჩვენ არ გადავამოწმებთ პროგნოზებს რეალურ ექსპერიმენტებით. ამიტომ NASA გეგმავს გააგზავნოს ახალი მისია მთვარეზე. არა მხოლოდ სეისმომეტრებით, არამედ აქტიური წყაროებით. იდეა არის შემდეგი. განათავსოს მცირე ექსპლოზიური მოწყობილობები სხვადასხვა ადგილებში მთვარის ზედაპირზე. არა დიდი, არა საშიში, მხოლოდ საკმარისი, რომ შექმნას ვიბრაციები, რომლებიც გადაივლის მთვარის სხეულში. შემდეგ სეისმომეტრები დააფიქსირებენ ამ ვიბრაციებს და გაზომავენ, როგორ იცვლება ისინი, როდესაც გადიან სხვადასხვა ფენებში. ეს არის ზუსტად ის, რასაც გეოფიზიკოსები აკეთებენ დედამიწაზე. ისინი იყენებენ კონტროლირებად აფეთქებებს ან ვიბრატორებს, რომ შექმნან ხელოვნური მიწისძვრები და შეისწავლონ ქერქის სტრუქტურა. მაგრამ მთვარეზე ეს არასოდეს გაკეთებულა, არა ასეთ მასშტაბში, არა ასეთი ზუსტობით. მისია დაიგეგმა 2029 წლისთვის. სახელი: Lunar Seismic Experiment Package. ბიუჯეტი: $1 მილიარდი 200 მილიონი. ხანგრძლივობა: 5 წელი. და თუ ყველაფერი წარმატებით წავა, ჩვენ მივიღებთ პირველ ნამდვილ დეტალურ სამგანზომილებიან რუკას მთვარის შიდა სტრუქტურისა. ჩვენ ვნახავთ, სად ზუსტად არის ის მეტალის მასა. ჩვენ ვნახავთ, როგორ არის ის დაკავშირებული სხვა სტრუქტურებთან. ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა იქ სხვა ანომალიები, რომლებიც ჯერ არ აღმოაჩინეთ. და შემდეგ, მხოლოდ შემდეგ, ჩვენ შევძლებთ გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ ამ ცოდნით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაზეც არავინ საუბრობს საჯაროდ, მაგრამ ყველა ფიქრობს კერძოდ. რა მოხდება თუ ჩვენ ვიპოვით რაღაც, რაც არ უნდა იყოს იქ? რა მოხდება თუ ის მეტალის მასა აჩვენებს ნიშნებს სტრუქტურისა, არა ბუნებრივი, გეორივი, გეოლოგიური სტრუქტურისა, არამედ რაღაც უფრო ორგანიზებულისა, უფრო რეგულარულისა, უფრო დიზაინირებულისა. ეს ჟღერს როგორც შეთქმულების თეორია. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკაც. მეცნიერული ფანტასტიკა. მაგრამ მოდით ვიფიქროთ ლოგიკურად. ჩვენ ვიცით, რომ მთვარე წარმოიქმნა დაახლოებით 4 მილიარდი 500 მილიონი წლის წინ, როდესაც უზარმაზარმა ობიექტმა, დაახლოებით მარსის ზომის, დაარტყა ახალგაზრდა დედამიწას. ამ შეჯახებამ ამოაფრქვია უზარმაზარი რაოდენობა მასალა კოსმოსში და ეს მასალა ნელ-ნელა შეიკრიბა და ჩამოაყალიბა მთვარე. ეს არის ყველაზე მირებული თეორია. ეს ახსნის, რატომ არის მთვარე ასე ახლოს დედამიწასთან, ეს ახსნის, რატომ აქვს მთვარეს მსგავსი ქიმიური შედგენილობა დედამიწის ქერქთან, ეს ახსნის, რატომ არ აქვს მთვარეს დიდი რკინის ბირთვი, რადგან ის წარმოიქმნა ძირითადად დედამიწის ქერქის მასალისგან, არა ბირთვისგან. მაგრამ თუ ეს მართალია, მაშინ საიდან მოვიდა ის 2 კვინტილიონი ტონა მეტალი? ერთი შესაძლებლობა, როგორც უკვე განვიხილეთ, არის ასტეროიდი, რომელმაც შემდგომში დაარტყა მთვარეს. მაგრამ ეს არ ახსნის, რატომ არის ეს მასა ასე ღრმად, ასე კონცენტრირებული, ასე სტრუქტურირებული. მეორე შესაძლებლობა არის, რომ ეს მასალა მოვიდა თავად იმ გიგანტური შეჯახებიდან, ნაწილი იმ ობიექტის ბირთვისა, რომელმაც დაარტყა დედამიწას და შექმნა მთვარე. მაგრამ ეს ასევე არ ახსნის განაწილებას, ფორმას, მაგნიტურ თვისებებს. მესამე შესაძლებლობა, ის, რაზეც არავინ საუბრობს ხმამაღლა, არის, რომ ეს მასა არ არის ბუნებრივი. მოდით ვიყოთ მკაფიო, არ არსებობს მტკიცებულება ამისა. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებდნენ ხელოვნურ წარმოშობაზე. არ არსებობს ნიშნები ინტელექტური დიზაინისა. მაგრამ ასევე არ არსებობს მტკიცებულება საწინააღმდეგოსი. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. და ეს არ ვიცით არის ის, რაც აიძულებს ზოგიერთ მეცნიერს, ძალიან მცირე რაოდენობას, ძალიან ფრთხილად, განიხილოს შესაძლებლობა, რომ ის მეტალის მასა შეიძლება იყოს რაღაც, რაც დატოვა ვიღაცამ, ან რაღაცამ, ძალიან დიდი ხნის წინ. ეს არ ნიშნავს უცხო პლანეტელებს, ეს არ ნიშნავს კოსმოსურ ხომალდებს, ეს არ ნიშნავს შეთქმულებას. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ მარტივ იდეას, რომ ჩვენ არ უნდა გამოურიცხოთ არაფერი, სანამ არ გვაქვს მტკიცებულება. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი აღმოჩენები ხდება, როდესაც ჩვენ ვიწყებთ კითხვას იმაზე, რასაც ყველა მიიჩნევს თვითგასაგებად. 2021 წელს, როდესაც ასტრონომებმა აღმოაჩინეს უცნაური ობიექტი სახელწოდებით ოუმუამუა, პირველი ინტერსტელარული ობიექტი, რომელიც ოდესმე დაფიქსირდა ჩვენს მზის სისტემაში, ზოგიერთმა მეცნიერმა შენიშნა, რომ მისი ქცევა იყო უცნაური. ის აჩქარდა, როდესაც გაშორდა მზეს, რაღაც, რაც არ უნდა მოხდენოდა, თუ ის იყო უბრალოდ ქვა ან ყინულის ნაწილი. ზოგიერთმა მათგანმა ძალიან ფრთხილად, ძალიან ტენტატიურად შესთავაზა, რომ ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ობიექტი, შესაძლოა მზის იალქანი, შესაძლოა ზონდი, შესაძლოა რაღაც, რაც გაგზავნა სხვა ცივილიზაციამ. უმეტესობამ უარყო ეს იდეა. ისინი თქვეს, რომ ეს იყო ზედმეტად სპეკულაციური, ზედმეტად ფანტასტიკური, ზედმეტად შორს მტკიცებულებისგან. მაგრამ ის, რაც მნიშვნელოვანია, არ არის ის, იყო თუ არა ისინი მართალი. ის, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მათ ჰქონდათ გამბედაობა დაესვათ კითხვა. რადგან მეცნიერება არ არის პასუხების კოლექცია. მეცნიერება არის კითხვების კოლექცია.
და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები არის ის, რომლებიც გვაიძულებენ გადავფასოთ ჩვენი დაშვებები, ჩვენი მოლოდინები, ჩვენი გაგება იმისა, თუ რა არის შესაძლებელი. ასე რომ მოდით დავსვათ კითხვა. რა მოხდება თუ ის მეტალის მასა მთვარის ქვეშ არ არის ბუნებრივი გეოლოგიური ფორმაცია? რა მოხდება თუ ის არის რაღაც სხვა? ჩვენ არ ვიცით პასუხი. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც მალე შეძლებენ გადაამოწმონ ეს. და როდესაც ეს მონაცემები მოვა, როდესაც Lunar Seismic Experiment Package დაასრულებს თავის მუშაობას, როდესაც ხელოვნური ინტელექტი დაამუშავებს ყველა ინფორმაციას, როდესაც ჩვენ ვნახავთ პირველ ნამდვილ რუკას მთვარის შიდა სტრუქტურისა, ჩვენ გავიგებთ. ან ჩვენ დავადასტურებთ, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც ვფიქრობთ, ასტეროიდის ნარჩენი, გეოლოგიური ანომალია, ბუნებრივი პროცესების შედეგი. ან ჩვენ აღმოვაჩენთ რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით არა მხოლოდ მთვარის, არამედ მთელი კოსმოსის შესახებ. და ორივე შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს იმ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებასთან, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს არსებობას, რომ სამყარო ყოველთვის უფრო უცნაურია, უფრო რთულია, უფრო საიდუმლოებით სავსეა, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. მაგრამ აქ ჩვენ უნდა შევჩევდეთ. აქ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად გულწრფელები. მე ვიცი, რას ფიქრობთ. მე ვიცი, რა გაიარა თქვენს გონებაში ბოლო 10 წუთის განმავლობაში, როდესაც ჩვენ საუბრობდით უცხოპლით უცხო პლანეტელებზე, ხელოვნურ სტრუქტურებზე, საიდუმლო ობიექტებზე კოსმოსში. თქვენ ფიქრობთ, აი კიდევ ერთი ფსევდომეცნიერული თეორია, კიდევ ერთი შეთქმულება, კიდევ ერთი მცდელობა, რომ ჩვეულებრივ ფაქტებს მიენიჭოს ზებუნებრივი ახსნა. და თქვენ მართალი ხართ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ. რადგან ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ადამიანებმა დაინახეს ის, რაც მათ სურდათ დაენახათ, არა ის, რაც ნამდვილად იყო იქ. მარსის არხები, რომლებიც აღმოჩნდა ოპტიკური ილუზია. ვენერის ქალაქები, რომლებიც აღმოჩნდა ვულკანური ფორმაციები. ვაუ სიგნალი, ერთჯერადი რადიოსიგნალი კოსმოსიდან, რომელიც 30 წლის განმავლობაში ითვლებოდა შესაძლო უცხო პლანეტელთა გზავნილად, სანამ არ აღმოჩნდა, რომ ის იყო კომეტის გამოსხივება. ჩვენ ადამიანები გვიყვარს შაბლონების ხედვა. ჩვენ გვიყვარს საიდუმლოებების პოვნა. ჩვენ გვიყვარს რწმენა, რომ სამყარო უფრო დრამატულია, უფრო მნიშვნელოვანია, უფრო სავსეა მიზნით, ვიდრე ის ნამდვილად არის. და ზოგჯერ ეს ჩვენი სურვილი გვაბრმავებს ფაქტების მიმართ. ასე რომ მოდით ვიყოთ აბსოლუტურად მკაფიო იმის შესახებ, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით და რაც არ ვიცით. ჩვენ ვიცით აბსოლუტური დარწმუნებით, რომ მთვარის სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერის ის ქვეშ არსებობს მასიური გრავიტაციული ანომალია. ეს არ არის თეორია, ეს არ არის ჰიპოთეზა. ეს არის გაზომილი ფაქტი, დადასტურებული მრავალი დამოუკიდებელი ზონდის მიერ. ჩინური ჩანგე 4, იაპონური კაგუია, ამერიკული Lunar Reconnaissance ორბიტერი, ინდური Chandrayaan 2. ყველა მათგანი ზომავს ერთსა და იმავეს, დამატებით გრავიტაციულ მიზიდულობას, რომელიც მოდის სიღრმიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს ანომალია შეესაბამება უზარმაზარ მასას, დაახლოებით 2 კვინტილიონი ტონა, რომელიც შედგება მძიმე მასალისგან. გამოთვლები, რომლებიც ეფუძნება გრავიტაციულ მონაცემებს, მიუთითებს, რომ ეს მასალა უნდა იყოს მეტალი, სავარაუდოდ რკინა და ნიკელი, რადგან მხოლოდ ასეთი მკვრივი ელემენტები შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ძლიერი გრავიტაციული ეფექტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს მასა არის ასობით კილომეტრის სიღრმეზე, არა ზედაპირზე, არა ზედაპირთან ახლოს, არამედ ღრმად მთვარის ქერქში, შესაძლოა მანტიაში. ეს არის ფაქტები, ეს არის მონაცემები. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, გადავამოწმოთ, დავადასტუროთ. მაგრამ აქ იწყება გაურკვევლობა. ჩვენ არ ვიცით, არა დარწმუნებით, როგორ მოხდა ეს მასა იქ. ასტეროიდული შეჯახება, შესაძლოა. შიდა დიფერენციაცია, შესაძლოა. რაღაც სხვა, ასევე შესაძლოა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ფორმა აქვს ამ მასას. არის ის ერთი მონოლითური ბლოკი, არის ის ქსელი მცირე კონცენტრაციებისა, არის ის რაღაც უფრო კომპლექსური. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს მასა დაკავშირებული სხვა სტრუქტურებთან მთვარის შიგნით. ხელოვნური ინტელექტის პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ჯერ არ არის დადასტურებული. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს მასა გეოლოგიურად აქტიური, ხდება თუ არა იქ რაიმე პროცესები ახლა ან წამს. და ჩვენ განსაკუთრებით არ ვიცით, და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები, არის თუ არა ეს მასა ბუნებრივი თუ ხელოვნური. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ხელოვნურ წარმოშობას. არ არსებობს ნიშნები დიზაინისა, სტრუქტურისა, ორგანიზაციისა, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას ბუნებრივი პროცესებით. ის, რაც ჩვენ გვაქვს, არის უბრალოდ ანომალია. რაღაც, რაც არ ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რაც არ ჯდება ჩვენს მოდელებში, რაც მოითხოვს დამატებით კვლევას. და ეს არის ნორმალური.
ეს არის ის თუ როგორ მუშაობს მეცნიერება. მეცნიერება არ იწყება პასუხებით, ის იწყება კითხვებით. და ყველაზე ღირებული კითხვები არის ის, რომლებზეც ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხები. მაგრამ, და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაგრამ, არ ყოფნა პასუხისა არ ნიშნავს, რომ ყველა პასუხი თანაბრად სავარაუდოა. თუ თქვენ გაქვთ ავადმყოფობა და ექიმი არ იცის მიზეზი, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა განიხილოთ ყველა შესაძლო ახსნა, მედიცინური, მისტიკური, მაგიური, როგორც თანაბრად სავარაუდო. ზოგიერთი ახსნა უფრო შეესაბამება მონაცემებს, ზოგიერთი უფრო თანმიმდევრულია არსებულ ცოდნასთან, ზოგიერთი უფრო შემთხვევით და ზუსტად ეს ხდება მთვარის მეტალის მასასთან. ასტეროიდული ჰიპოთეზა, რომ ეს არის ძველი შეჯახების ნარჩენი, არის ყველაზე სავარაუდო, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შეჯახებები ხდებოდა მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში. ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ასტეროიდი შედგება რკინისა და ნიკელისგან. ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ პოლუს ეიტკენის კრატერი არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი შეჯახების ადგილი მთვარეზე. ეს ახსნა არ მოითხოვს ახალ ფიზიკას, ახალ პროცესებს, ახალ ფენომენებს. შიდა დიფერენციაციის ჰიპოთეზა, რომ ეს მასა წარმოიქმნა მთვარის ფორმირების დროს, არის ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ მაინც შესაძლებელი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პლანეტური სხეულები გადიან დიფერენციაციას. ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი არ არის ყოველთვის სრულყოფილი, მაგრამ ეს არ ახსნის, რატომ არის ეს მასა ასე კონცენტრირებული ერთ ადგილას. ხელოვნური თრი წარმოშობის ჰიპოთეზა, რომ ეს არის რაღაც, რაც დატოვა ინტელექტურმა ცივილიზაციამ, არის ყველაზე ნაკლებად სავარაუდო, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას. ის მოითხოვს დაშვებას, რომლისთვისაც არ არსებობს დამოუკიდებელი მტკიცებულება, რომ არსებობს ან არსებობდა სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაციები ჩვენს მზის სისტემაში. ის არბოს ოკამის საფარისის პრინციპს, იდეას, რომ უმარტივესი ახსნა, რომელიც შეესაბამება ყველა ფაქტს, ჩვეულებრივ არის სწორი, მაგრამ და აქ არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ნაკლებად სავარაუდო არ ნიშნავს შეუძლებელი. მეცნიერების ისტორია სავსეა აღმოჩენებით, რომლებიც თავდაპირველად ჩანდა შეუძლებლად. ჰელიოცენტრული სისტემა, იდეა, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო არა პირიქით, ჩანდა აბსურდულად ანტიკურ ფილოსოფოსებს. კონტინენტური დრეიფი, იდეა, რომ კონტინენტები მოძრაობენ, ჩანდა ფანტასტიკად ადრეულ მე-20 საუკუნეში. კვანტური მექანიკა, იდეა, რომ ნაწილაკები შეიძლება იყვნენ ორ ადგილას ერთდროულად, ჩანდა შეუძლებლად თავად აინშტაინს. და მაინც, ყველა ეს იდეა აღმოჩნდა სწორი, რადგან მონაცემები მხარს უჭერდნენ მათ. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხელოვნური წარმოშობის ჰიპოთეზა არის ნაკლებად სავარაუდო, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა უგულებელყოთ ის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უფრო მაღალი სტანდარტი მტკიცებულებისა, სანამ ჩვენ მივიღებთ მას. და ეს არის ზუსტად ის, რასაც მეცნიერები აკეთებენ. 2026 წელს, ახლა ამ წამს, არსებობს მცირე, მაგრამ სერიოზული ჯგუფი მეცნიერებისა, რომლებიც მუშაობენ პროექტზე სახელწოდებით Lunar Anomaly Resolution ექსპერიმენტი. მათი მიზანი არ არის დაამტკიცონ ან უარყონ ხელოვნური წარმოშობის ჰიპოთეზა. მათი მიზანი არის უბრალოდ შეაგროვონ საკმარისად დეტალური მონაცემები, რომ გამორიცხონ ის, ან თუ ეს შეუძლებელია, დაადგინონ რა დამატებითი ტესტები იქნება საჭირო. ისინი არ ეძებენ უცხო პლანეტელებს, ისინი ეძებენ ანომალიებს. გადახრებს იმისგან, რასაც ჩვენ ველით ბუნებრივი გეოლოგიური ფორმაციისგან. და თუ ისინი იპოვიან ასეთ ანომალიებს, ისინი შეეცდებიან აიხსნან ისინი ბუნებრივი პროცესებით. მხოლოდ თუ ყველა ბუნებრივი ახსნა ჩაიშლება, მხოლოდ მაშინ ისინი განიხილავენ ალტერნატივებს. ეს არის სწორი მიდგომა. ეს არის სამეცნიერო მეთოდი მოქმედებაში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც აწუხებს ბევრ მეცნიერს. რა მოხდება თუ საზოგადოება არ დაელოდება მონაცემებს? რა მოხდება თუ ადამიანები გადაწყვეტენ ახლავე დღეს, რომ ისინი იციან რა არის ეს მასა, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებას ჯერ არ აქვს პასუხი? ეს უკვე ხდება. ინტერნეტში, სოციალურ მედიაში, ფორუმებზე, ვიდეო პლატფორმებზე არსებობს ათასობით პოსტი, სტატია, ვიდეო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მთვარის მეტალის მასა არის უცხო პლანეტელთა ბაზა, ძველი კოსმოსური ხომალდი, მონიტორინგის სადგური, მაღარო, რომელსაც იყენებდნენ ძველი ცივილიზაციები, პორტალი სხვა განზომილებაში, იარაღი, რომელიც დატოვა გალაქტიკური იმპერიამ. არც ერთი ამ იდეებიდან არ ეფუძნება მონაცემებს, არც ერთი მათგანი არ არის შემოწმებული, არც ერთი მათგანი არ არის მხარდაჭერილი მეცნიერთა საზოგადოების მიერ. მაგრამ ისინი ვრცელდებიან, ისინი იზიდავენ მილიონობით ნახვას. ისინი ქმნიან ნარატივებს, რომლებიც ხდება უფრო რეალური ადამიანების გონებაში, ვიდრე თავად ფაქტები. და ეს არის საშიში. არა იმიტომ, რომ ეს იდეები არის არასწორი, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა არის სწორი. არამედ იმიტომ, რომ ისინი ცვლიან იმას, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება მეცნიერებას,
როგორ ენდობა მას, როგორ მხარს უჭერს მას. როდესაც ადამიანები ჯერობენ, რომ მეცნიერები მალავენ ჭეშმარიტებას, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ყოველი არ ვიცით არის მტკიცებულება შეთქმულებისა, როდესაც ისინი ანიჭებენ თანაბარ ღირებულებას მტკიცებულება დაფაზე დაფუძნებულ ჰიპოთეზებს და სპეკულაციურ ფანტაზიებს, მაშინ ჩვენ კარგავთ რაღაც ფუნდამენტურს. ჩვენ კარგავთ უნარს, განვასხვაოთ ცოდნა რწმენისგან. ფაქტი მოსაზრებისგან, რეალობა ფანტაზიისგან. და ეს არის ის, რაც ნამდვილად საშიშია. არა უცხო პლანეტელები, არა საიდუმლო ბაზები, არა კოსმიკური შეთქმულებები. რის შეთქმულებები? არამედ ჩვენი საკუთარი უუნარობა, რომ ვიფიქროთ კრიტიკულად, რომ მოვითხოვოთ მტკიცებულება, რომ ვიცხოვროთ გაურკვევლობასთან. რადგან აქ არის ჭეშმარიტება, რომელიც არავის არ უყვარს. ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. ჩვენ არასოდეს ვიცოდით ყველაფერი და ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ ყველაფერი. მეცნიერება არ არის სრულყოფილი ცოდნის სისტემის სისტემა. ის არის პროცესი, მეთოდი, რომლითაც ჩვენ ნელ-ნელა ფრთხილად, სისტემატურად ვამცირებთ ჩვენს უმეცრებას. ზოგჯერ ეს პროცესი სწრაფია, ზოგჯერ ის ნელია. ზოგჯერ ის მიგვიყვანს მოულოდნელ აღმოჩენებამდე. ზოგჯერ ის მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ვცდებოდით, მაგრამ ის ყოველთვის ეფუძნება მტკიცებულებას. და ამ მომენტში, ამ წამს, მტკიცებულება გვეუბნება, რომ მთვარის მეტალის მასა სავარაუდოდ არის ბუნებრივი გეოლოგიური ფორმაცია, ასტეროიდის ნარჩენი ან შიდა დიფერენციაციის შედეგი. მაგრამ სავარაუდოდ არ არის დარწმუნებით. და ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. რადგან მეცნიერება ტოვებს ადგილს გაოცებისთვის. ის ტოვებს ადგილს იმისთვის, რომ ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ. ის ტოვებს ადგილს იმისთვის, რომ სამყარო შეიძლება იყოს უფრო უცნაური, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ის არ ტოვებს ადგილს ფანტაზიისთვის, რომელიც არ ეფუძნება მონაცემებს. ასე რომ, როდესაც ჩვენ ველოდებით შედეგებს Lunar Seismic Experiment პაკეჯიდან, როდესაც ჩვენ ველოდებით ახალ მონაცემებს ჩინეთის ჩანგე-7 მისიიდან, როდესაც ჩვენ ველოდებით ანალიზს ხელოვნური ინტელექტისგან, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ორივე შედეგისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები დადასტურდება, რომ ეს მასა არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენ ვცდებოდეთ, რომ ეს მასა არის რაღაც, რაც ჩვენ არ ველოდით, რაც არ ჯდება ჩვენს მოდელებში, რაც მოითხოვს ახალ ფიზიკას, ახალ გეოლოგიას, ახალ გაგებას. და თუ ის არ მოჩნდება რაღაც ნამდვილად უჩვეულო, რაღაც, რაც არ შეიძლება აიხსნას ბუნებრივი პროცესებით, მაშინ, მხოლოდ მაშინ, ჩვენ უნდა დავითხოთ განხილვა უფრო ექსტრაორდინალური ჰიპოთეზებისა. მაგრამ არა ადრე, არა მტკიცებულების გარეშე. არა იმიტომ, რომ ეს იქნება საინტერესო ან აღმაფრთოვანებელი, ან პოპულარული. რადგან მეცნიერება არ არის გასართობი. ის არის ინსტრუმენტი, ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ოდესმე შექმნა კაცობრიობამ, რომლითაც ჩვენ ვიგებთ რეალობას. და თუ ჩვენ დავკარგავთ ამ ინსტრუმენტს, თუ ჩვენ გავაფუჭებთ მას სპეკულაციით, ფანტაზიით, სურვილით, რომ რეალობა იყოს უფრო დრამატული, ვიდრე ის არის, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ერთადერთ საიმედო გზას, რომელიც გვაქვს ჭეშმარიტებისკენ. ასე რომ მოდით ვიყოთ ფრთხილად, მოდით ვიყოთ კრიტიკულები, მოდით მოვითხოვოთ მტკიცებულება, მაგრამ ასევე მოდით ვიყოთ ღია, მოდით ვიყოთ მზად გაოცებისთვის, მოდით არ გამოურიცხოთ არაფერი, სანამ მონაცემები არ გვეუბნებიან. რადგან ბოლოს და ბოლოს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არ არის ის, რასაც ჩვენ გვინდა რომ იყოს სიმართლე. ის, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რაც ნამდვილად არის სიმართლე. და ეს სიმართლე, რაც არ უნდა იყოს ის, ელოდება ჩვენ იქ 390,000 კილომეტრის მოშორებით, დამარხული 100 კილომეტრის სიღრმეზე, მთვარის ბნელ მხარეზე. მაგრამ რატომ? რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობთ დედამიწაზე, რომლებსაც გვაქვს ჩვენი საკუთარი პრობლემები, ჩვენი საკუთარი გამოწვევები, იმის შესახებ, რაც იმალება მთვარის ქვეშ? პასუხი არის მარტივი და ღრმა. რადგან ის, რასაც ჩვენ ვსწავლობთ იქ, გვეუბნება რაღაცას ფუნდამენტურს ჩვენ შესახებ. მთვარე არ არის უბრალოდ ქვის ბურთი ცაში. ის არის ჩვენი თანამგზავრი, ბუქვალურად და მეტაფორულად. ის არის ნაწილი ჩვენი პლანეტის ისტორიისა, ჩვენი ევოლუციის, ჩვენი არსებობის. მთვარე შექმნა ჩვენი დღეები და ღამეები. ის სტაბილიზებს ჩვენს სეზონებს, ის აკონტროლებს ჩვენს მიქცევებს, ის გავლენას ახდენს ჩვენს კლიმატზე, ჩვენს ოკეანეებზე, ჩვენს ეკოსისტემებზე. და თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ როგორ მუშაობს ეს სისტემა, თუ ჩვენ გვინდა პროგნოზირება გავუკეთოთ, როგორ შეიძლება ის მომავალში, თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი პლანეტა გრძელვადიან ცვლილებებისგან, ჩვენ უნდა გავიგოთ მთვარე. მაგრამ არსებობს უფრო ღრმა მიზეზიც. ის მეტალის მასა მთვარის ქვეშ, ის 2 კვინტილიონი ტონა საიდუმლო, არის შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში,
რომელიც ჯერ კიდევ სავსეა უცნობით. ჩვენს ფიქრობთ, რომ ჩვენ ვიცით ბევრი. ჩვენ გვაქვს სატელიტები, რომლებიც ზომავენ ყოველ კვადრატულ მეტრს დედამიწის ზედაპირისა. ჩვენ გვაქვს ტელესკოპები, რომლებიც ხედავენ მილიარდობით სინათლის წლის მოშორებით. ჩვენ გვაქვს კომპიუტერები, რომლებიც ამუშავებენ ტრილიონობით გამოთვლას წამში. მაგრამ ჩვენი უახლოესი კოსმიკური მეზობელი, ობიექტი, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყოველ ღამეს, რომელზეც ჩვენ ვიყავით, რომლიდანაც ჩვენ მოვიტანეთ ქვები, ჯერ კიდევ მალავს საიდუმლოებებს, რომლებსაც ჩვენ ვერ ხსნით. ეს არის თავმდაბლობის გაკვეთილი. მაგრამ ეს ასევე არის იმედის წყარო. რადგან თუ ჩვენ ჯერ კიდევ აღმოვაჩენთ ახალ რამეებს მთვარეზე, თუ ჩვენ ჯერ კიდევ გვაოცებს ჩვენი უახლოესი მეზობელი, მაშინ წარმოიდგინეთ, რას შეიძლება ვიპოვოთ სხვაგან. ევროპა, რომელიც შეიძლება მალავდეს ოკეანეს თავის ყინულის ქვეშ, ოკეანეს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლეს, ენცელადი, რომელიც ამოფრქვევს წყლის ფონტანებს კოსმოსში, წყალს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ჰიდროთერმული გამონაბოლქვებიდან, სადაც შეიძლება არსებობდეს მიკრობული ეკოსისტემები, ტიტანი, რომელსაც აქვს ატმოსფერო, ტბები, მდინარეები, არა წყლისგან, არამედ თხევადი მეთანისგან, და შესაძლოა ქიმია, რომელიც შეიძლება იყოს პრეკურსორი სიცოცხლისა. მარსი, რომელიც ოდესღაც ჰქონდა ოკეანეები და შესაძლოა ჯერ კიდევ მალავს მიკრობულ სიცოცხლეს თავსხლეს თავის ზედაპირის ქვეშ. ვენერა, რომლის ატმოსფეროში ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა იპოვა ნიშნები ქიმიური პროცესებისა, რომლებიც შეიძლება მიუთითებდნენ ბიოლოგიურ აქტივობაზე. ყველა ეს სამყარო არის უცნობი. ყველა მათგანი შეიძლება მალავდეს საიდუმლოებებს, რომლებიც შეცვლიან ჩვენს გაგებას სიცოცხლის, პლანეტების, სამყაროს შესახებ. და თუ ჩვენ ვისწავლეთ რაიმე მთვარის მეტალის მასისგან, ეს არის ის, რომ ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიცით რას ვიპოვით. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაოცებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რეალობა იყოს უფრო უცნაური, უფრო რთული, უფრო საინტერესო, ვიდრე ჩვენი ყველაზე თამამი ფანტაზიები. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვიმუშაოთ, ნელა, ფრთხილად, სისტემატურად, რომ გავარჩიოთ ფაქტი ფანტაზიისგან, რეალობა ილუზიისგან, სოდნა რწმენისგან. რადგან ბოლოს და ბოლოს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არ არის ის, რასაც ჩვენ გვინდა რომ იყოს სიმართლე. ის, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რაც ნამდვილად არის სიმართლე. და ეს სიმართლე, რაც არ უნდა იყოს ის, ელოდება ჩვენ. არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ მარსზე, ევროპაზე, ენცელადზე, ტიტანზე და უთვალავ სხვა სამყაროებზე, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ შევისწავლეთ. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც პირველად ადამიანის ისტორიაში ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვიპოვოთ ეს სიმართლეები. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევენ გავაგზავნოთ ზონდები სხვა სამყაროებზე, დავბურღოთ მათი ყინული, გავაანალიზოთ მათი ატმოსფერო, ვიპოვოთ ნიშნები სიცოცხლისა. მაგრამ ჩვენ ასევე ცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ადვილია დაიკარგო ფაქტები ხმაურში, როდესაც ადვილია აირიო რეალობა და ფანტაზია, როდესაც ადვილია დაჯერო იმისა, რასაც გვინდა რომ ვიჯეროთ, ნაცვლად იმისა, რასაც მონაცემები გვეუბნებიან. ასე რომ, როდესაც თქვენ მოისმენთ ამბებს მთვარის საიდუმლოდო მასის შესახებ, როდესაც თქვენ წაიკითხავთ თეორიებს უცხო პლანეტელთა ბაზების, ძველი ცივილიზაციების, კოსმიკური შეთქმულებების შესახებ, გახსოვდეთ ეს. მეცნიერება არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის არის საუკეთესო, რაც გვაქვს. მეცნიერება არ იცის ყველაფერი, მაგრამ ის იცის, როგორ გაარჩიოს რა არის ცოდნა და რა არის ვარაუდი. მეცნიერება არ იძლევა დაუყოვნებელ პასუხებს, მაგრამ ის იძლევა საიმედო პასუხებს, პასუხებს, რომლებიც ეფუძნება მტკიცებულებას, რომლებიც შემოწმებულია ექსპერიმენტებით, რომლებიც გამოდგა დროში. და როდესაც მეცნიერება გვეუბნება ჩვენ არ ვიცით, ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, ეს არის გულწრფელობა, ეს არის აღიარება, რომ რეალობა არის უფრო რთული, ვიდრე ჩვენი მიმდინარე გაგება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ გავიგოთ ის. ასე რომ, მოდით ველოდოთ მონაცემებს, მოდით ველოდოთ მტკიცებულებას, მოდით ველოდოთ იმ მომენტს, როდესაც Lunar Seismic Experiment პაკეჯი დაასრულებს თავის მუშაობას და გვიჩვენებს რა ნამდვილად იმალება მთვარის ქვეშ. და მაშინ, მხოლოდ მაშინ, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ დარწმუნებით იმის შესახებ, რა არის ის 2 კვინტილიონი ტონა მეტალი. მანამდე, ყველაფერი რაც გვაქვს არის ჰიპოთეზები, მოდელები, ვარაუდები. და ეს კარგია, ეს არის ის თუ როგორ მუშაობს მეცნიერება, ეს არის ის თუ როგორ ვსწავლობთ, ნელა, ფრთხილად, სისტემატურად, მტკიცებულებაზე დაღრდნობით. ერთი კითხვა ერთ დროს, ერთი აღმოჩენა ერთ დროს, ერთი ჭეშმარიტება ერთ დროს, ჭეშმარიტება ერთ დროს. და ზოგჯერ, მხოლოდ ზოგჯერ, ეს ჭეშმარიტებები აღმოჩნდება უფრო გასაოცარი, ვიდრე ნებისმიერი ფანტაზია. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ ჩვენ არ ველოდებით მონაცემებს. მაგრამ ახლა მოდით გავაკეთოთ რაღაც, რაც იშვიათად ხდება.
მოდით გავიხსენოთ, საიდან დავიწყეთ. გახსოვთ, ჩვენ დავიწყეთ თქვენი სხეულით, თქვენი სისხლით, თქვენი ძვლებით, თქვენი უჯრედის შედების შიგნით არსებული წყლით, რომელიც ოდნავ იწელება მთვარის გრავიტაციის გამო. ჩვენ დავიწყეთ იმით, რაც ნაცნობია, იმით, რაც ყოველდღიურია, იმით, რაც თქვენ გრძნობთ ყოველ წამს, თუნდაც არაცნობიერებდეთ. და შემდეგ ჩვენ წავედით სხვაგან. ჩვენ წავედით 300-ით 390,000 კილომეტრის მოშორებით. ჩვენ ჩაუღრმავდით ასობით კილომეტრის სიღრმეზე. ჩვენ აღმოაჩინეთ 2 კვინტილიონი ტონა საიდუმლო, დამარხული იქ, სადაც არავინ ელოდა. მაგრამ ახლა დროა დაუბრუნდეთ. დროა შევხედოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი არა მთვარისთვის, არა კოსმოსისთვის, არამედ თქვენთვის, ადამიანისთვის, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს, რომელიც ცხოვრობს პატარა პლანეტაზე, რომელიც ცდილობს გაიგოს თავისი ცდილოს ადგილი უზარმაზარ გაუგებარ სამყაროში. რადგან აქ არის რაღაც, რაზეც ჩვენ არ ვისაუბრეთ. რაღაც, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ის მეტალის მასა მთვარის ქვეშ, ის გიგანტური, უხილავი, აუხსნელი სტრუქტურა არის მეტაფორა. ის არის სიმბოლო იმისა, თუ როგორია ჩვენი ურთიერთობა რეალობასთან. ჩვენ ცხოვრობთ ზედაპირებზე. ჩვენ ხედავთ ფორმებს, ფერებს, ტექსტურებს. ჩვენ გრძნობთ სითბოს, სიცივეს, ტკივილს, სიამოვნებას. ჩვენ ვიცით ის, რაც ხილულია, ხელშესახებია, გაზომვადია. მაგრამ ყველაფერი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ყველაფერი, რაც განსაზღვრავს თუ როგორ მუშაობს სამყარო, იმალება სიღრმეებში. დედამიწის ბირთვი, რომელიც ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც იცავს ჩვენ სიცოცხლეს, დამარხულია 6,000 კილომეტრის სიღრმეზე. ატომის ბირთვი, რომელიც შეიცავს თითქმის მთელ მის მასას და ყველა მის ენერგიას, დამარხულია ელექტრონული ღრუბლის ქვეშ, 100-ჯერ უფრო პატარა ვიდრე თავად ატომი. თქვენი გონება, თქვენი აზრები, თქვენი მეხსიერებები, თქვენი თვითშეგნება წარმოიქმნება პროცესებიდან, რომლებიც ხდება ნეირონების შიგნით, სინაფსებში, მოლეკულურ დონეზე, სადაც თქვენ ვერასოდეს დაინახავთ მათ. ყველაფერი, რაც ფუნდამენტურია, იმალება და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის თვისება რეალობისა. რადგან რეალობა არ არის ის, რასაც ჩვენ ხედავთ. რეალობა არის ის, რაც იწვევს იმას, რასაც ჩვენ ხედავთ. და ის მიზეზები, ის ძალები, ის სტრუქტურები, ის პროცესები, თითქმის ყოველთვის არიან უხილავი. ფიზიკოსები გვეუბნებიან, რომ ჩვეულებრივი მატერია, ატომები, მოლეკულები, ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ და შევეხოთ, შეადგენს მხოლოდ 5% სამყაროსი. დანარჩენი 95% არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. რაღაც, რაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვზომავთ პირდაპირ, ვერ გავიგებთ, მაგრამ რაც განსაზღვრავს თუ როგორ ფართოვდება სამყარო, როგორ ბრუნავენ galaktikები, როგორ კალიბდებიან სტრუქტურები. ნეიროლოგები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ცნობიერი აზრები, ყველაფერი, რასაც ჩვენ აცნობიერებულად ვფიქრობთ, შეადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმისა, რასაც ჩვენი ტვინი აკეთებს. უმეტესობა ჩვენი გონებრივი პროცესებისა, ის თუ როგორ ვირებთ გადაწყვეტილებებს, როგორ ვაფასებთ სიტუაციებს, როგორ უგზნობთ ემოციებს, ხდება არაცნობიერ დონეზე, სადაც ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ცდომა. ბიოლოგები გვეუბნებიან, რომ თქვენი სხეული შეიცავს დაახლოებით 30 ტრილიონ ადამიანურ უჯრედს, მაგრამ ასევე დაახლოებით 29 ტრილიონ ბაქტერიულ უჯრედს. თქვენ არ ხართ ინდივიდი, თქვენ ხართ ეკოსისტემა. კოლონია ტრილიონობით ორგანიზმისა, რომელთა უმეტესობას თქვენ არ აკონტროლებთ, არ ესმით, არც კი აცნობიერებთ. ყველაფერი, რაც ფუნდამენტურია, იმალება და ეს გვიბრუნებს მთვარესთან. ეს გვიბრუნებს იმ 2 კვინტილიონ ტონა მეტალთან დამარხულთან სიღრმეებში. რადგან ის მასა, ის უხილავი, მიუწვდომელი, აუხსნელი სტრუქტურა არის შეხსენება იმისა, რომ ჩვენ არასოდეს ვნახავთ სრულ სურათს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ზედაპირზე, ვიცქერებით ქვემოთ. ცდილობთ გამოვიცნოთ რა იმალება, მაგრამ აქ არის პარადოქსი, ლამაზი, ღრმა პარადოქსი. თუნდაც ჩვენ ვერასოდეს ვნახოთ ის, რაც იმალება, ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიცოდეთ ის. არა პირდაპირ, არა ხედვით ან შეხებით, არამედ ირიბად, ინტელექტუალურად, მათემატიკურად. ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ დედამიწის ბირთვს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, რადგან ჩვენ ვზომავთ სეისმურ ტალღებს, რომლებიც გადიან მის გავლით. ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ ბნელ მატერიას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, რადგან ჩვენ ვზომავთ გრავიტაციულ ეფექტებს, რომლებსაც ის ქმნის. ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ ატომის ბირთვს პირდაპირ, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი სტრუქტურა, რადგან ჩვენ ვზომავთ თუ როგორ იშლება ის, როგორ ურთიერთქმედებს ის, როგორ ასხივებს ის. ეს არის ადამიანური ინტელექტის ძალა. არა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველაფერი, არამედ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთვარესთან. ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მეტალის მასას, ჩვენ ვერ შევეხებით მას, ჩვენ ვერ დავბურღავთ მას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ის, ნელ-ნელა, ფრთხილად, გაზომვის შემდეგ,
ექსპერიმენტის შემდეგ, ჰიპოთეზის შემდეგ. და ეს პროცესი, ეს ნელი მოთმინებიანი სისტემატური პროცესი, იმის გაგების რაც დამარხულია, არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაზეც ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. ჩვენ არასოდეს გავიგებთ ყველაფერს. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად კარგი ინსტრუმენტები, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ფუნდამენტური ლიმიტები იმაში, რამდენს შეიძლება იცოდეს ნებისმიერმა ცნობიერმა არსებამ. ფიზიკოსები გვეუბნებიან, რომ არსებობს ლიმიტი იმაში, რამდენად ზუსტად შეგვიძლია გავზომოთ ნაწილაკის პოზიცია და იმპულსი ერთდროულად. ჰაიზენბერგის გაურკვევლობის პრინციპი. ეს არ არის ტექნიკური ლიმიტი, ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. კოსმოლოგები გვეუბნებიან, რომ არსებობს ლიმიტი იმაში, რამდენად შორს შეგვიძლია ვნახოთ სამყაროში, კოსმიკური ჰორიზონტი. სინათლეს, რომელიც მოდის უფრო შორიდან, უბრალოდ არ მოუსწრებია ჩვენამდე მოსვლა, რადგან სამყარო ფართოვდება. ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ რა არის იმ ჰორიზონტის მიღმა, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად ძლიერი ტელესკოპები, არამედ იმიტომ, რომ ინფორმაცია იქიდან ფიზიკურად ვერ მოაღწევს ჩვენამდე. მათემატიკოსები გვეუბნებიან, რომ არსებობს ლიმიტი იმაში, რა შეიძლება დამტკიცდეს ნებისმიერ ფორმალურ სისტემაში. გიუდელის არასრულობის თეორემა. ყოველთვის იქნება ჭეშმარიტი განცხადებები, რომლებიც არ შეიძლება დამტკიცდეს ამ სისტემის შიგნით. ეს არის არა ჩვენი სისუსტე, ეს არის რეალობის სტრუქტურა. და ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება საიდუმლოებები. ყოველთვის იქნება კითხვები, რომლებზეც ჩვენ ვერ ვიპოვით პასუხებს. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც იმალება სიღრმეებში, მიუცდომელი, აუხსნელი, უცნობი. და ეს კარგია. რადგან ის, რაც ნამდვილად ხდის ჩვენ ადამიანებს, არ არის ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი. ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს, არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას. თუნდაც ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ კითხვას არასოდეს ექნება პასუხი. ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი რამ დარჩება დამარხული. ჩვენ ვაგრძელებთ იმედს, თუნდაც ვიცოდეთ, რომ სამყარო არ არის შექმნილი ჩვენთვის, არ ზრუნავს ჩვენზე, არ აძლევს ჩვენ მნიშვნელობას. რადგან მნიშვნელობა არ არის რაღაც, რასაც ჩვენ პოულობთ, მნიშვნელობა არის რაღაც, რასაც ჩვენ ვქმნით. და ეს გვიბრუნებს იმ 2 კვინტილიონ ტონა მეტალთან, დამარხულთან მთვარის ბნელ მხარეზე. რა არის ის? ჩვენ არ ვიცით, ჯერ არა. ასტეროიდის ნარჩენი? შესაძლოა. შიდა დიფერენციაციის შედეგი? შესაძლოა. რაღაც სხვა. რაღაც, რასაც ჩვენ ჯერ არ ველოდით, რაც არ ჯდება ჩვენს მოდელებში, რაც მოითხოვს ახალ ფიზიკას. ასევე შესაძლოა. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით, აბსოლუტური დარწმუნებით. ის მასა არსებობს, ის არის რეალური. ის ახდენს გავლენას მთვარეზე, დედამიწაზე, ჩვენზე, ყოველ წამს, ყოველ წუთს, მილიარდი წლის განმავლობაში. და ის ფაქტი, რომ ჩვენ აღმოაჩინეთ ის ფაქტი, რომ ჩვენ პატარა არსებები პატარა პლანეტაზე შევძელით გავზომოთ რაღაც, რაც დამარხულია ასობით კილომეტრის სიღრმეზე სხვა სამყაროზე, არის თავისთავად საოცარი. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რეალობა. არასრულად, არასრულყოფილად, მაგრამ ნამდვილად. ჩვენ შეგვიძლია ვიცნოთ ის, რაც დამარხულია. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ის, რაც უხილავია. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც ჩანს გაუგებარი. და ეს უნარი, რომ ვიცნოთ რეალობა, თუნდაც მისი სირთულის, მისი დამალვის, მისი გაუგებრობის მიუხედავად, არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. არა ჩვენი ძალა, არა ჩვენი სიჩქარე, არა ჩვენი ზომოვენი ზომა, არამედ ჩვენი ცნობის მოყვარეობა, ჩვენი შეუპოვრობა. ჩვენი უნარი, რომ დავსვათ კითხვები და ველოდოთ პასუხებს, თუნდაც ეს პასუხები მოღები მოვიდეს საუკუნეების შემდეგ. მაგრამ აქ არის ბოლო რამ, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ის მეტალის მასა მთვარის ქვეშ. ის გიგანტური, დამარხული, აუხსნელი სტრუქტურა არ არის მხოლოდ სამეცნიერო საიდუმლო. ის არის ფილოსოფიური კითხვა. რადგან როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რა არის ეს, ჩვენ ნამდვილად ვკითხულობთ რაღაც უფრო ღრმას. რა არის რეალობა? როგორ ვიცით, რაც ვიცით? რა შეგვიძლია ვიცოდეთ და რა დარჩება მარადიულად უცნობი? ეს არის კითხვები, რომლებსაც ფილოსოფოსები სვამდნენ ათასობით წლის განმავლობაში. ეს არის კითხვები, რომლებსაც ყოველი ადამიანი სვამს რაღაც მომენტში თავის სიცოცხლეში, როდესაც ისინი იცქერებიან საზღამით, როდესაც ისინი ფიქრობენ სიკვდილზე, როდესაც ისინი ცდილობენ გაიგონ, რატომ არსებობს რაიმე საერთოდ. და მთვარის მეტალის მასა, ის 2 კვინტილიონი ტონა საიდუმლო, არის კონკრეტული, გაზომვადი, რეალური გამოხატულება ამ აბსტრაქტული კითხვებისა. ის გვეუბნება. დიახ, არსებობს რაღაც, რაც თქვენ არ იცით. არსებობს რაღაც, რაც დამარხულია. არსებობს რაღაც, რაც შეიძლება ვერასოდეს გაიგოთ სრულად. მაგრამ ის ასევე გვეუბნება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სცადოთ.
თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ, თქვენ შეგიძლიათ იცნოთ, თქვენ შეგიძლიათ ნელ-ნელა, ფრთხილად, სისტემატურად შეამციროთ თქვენი უმეცრება. და ეს ბალანსი იმის აღიარებას შორის, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი და იმის დაჟინებას შორის, რომ ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიცოდეთ რაღაც, არის ის, რაც განსაზღვრავს ადამიანურ მდგომარეობას. ჩვენ ცხოვრობთ იმ ტენსიაში, ჩვენ ცხოვრობთ იმ პარადოქსში, ობთ იმ პარადოქსში, ჩვენ ცხოვრობთ იმ ბალანსში, ცოდნასა და უმეცრებას შორის, დარწმუნებასა და ეჭვს შორის, იმედსა და თავდაბლობას შორის. და ის მეტალის მასა მთვარის ქვეშ, ის უხილავი, მიუწვდომელი, აუხსნელი სტრუქტურა არის სრულყოფილი სიმბოლო ამ ბალანსისა. ის არის იქ, ის არის რეალური, ის ახდენს გავლენას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის ის, ჯერ არა. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ სრულად, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცდა, რადგან ეს არის ის, რასაც ადამიანები აკეთებენ. ასე რომ, აქ ჩვენ ვართ. დაუბრუნდით იქ, საიდანაც დავიწყეთ. თქვენი სხეული, თქვენი სისხლი, თქვენი ძვლები, თქვენი უჯრედების შიგნით არსებული წყალი, რომელიც ოდნავ იძელება მთვარის გრავიტაციის გამო. მაგრამ ახლა თქვენ იცით რაღაც, რასაც არ იცოდით 1 საათის წინ. თქვენ იცით, რომ ის გრავიტაცია, ის ძალა, რომელიც გრძნობთ ყოველ წამს, მოდის არა მხოლოდ მთვარის მასიდან, არამედ რაღაცისგან, რაც იმალება მის შიგნით. რაღაცისგან, რაც არავინ არ ელოდა, რაღაცისგან, რაც ჩვენ ჯერ არ გვესმის. თქვენ იცით, რომ სამყარო, თუნდაც ის ნაწილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩვენთან, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყოველ ღამეს, ჯერ კიდევ სავსეა საიდუმლოებით. თქვენ იცით, რომ მეცნიერება არ არის სრულყოფილი ცოდნის სისტემა, არამედ პროცესი, ნელი, მოთმინებიანი, სისტემატური პროცესი იმის გაგების, რაც დამარხულია. და თქვენ იცით, რომ ეს პროცესი არასოდეს დასრულდება. ყოველთვის იქნება მეტი, რაც უნდა ვიცოდეთ. ყოველთვის იქნება მეტი, რაც უნდა აღმოვაჩინოთ. ყოველთვის იქნება მეტი, რაც იმალება სიღრმეებში, ელოდება ჩვენს ცნობის მოხარეობას, ჩვენს შეუპოვრობას, ჩვენს გამბედაობას, რომ დავსვათ კითხვები. და იქნებ, მხოლოდ იქნებ. ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა ის, რაც ჩვენ ვიცით, არამედ ის, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. არა დანიშნულება, არამედ მოგზაურობა. რადგან ბოლოს და ბოლოს ჩვენ ყველანი ვართ მოგზაურები, პატარა არსებები პატარა პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს პატარა ვარსკვლავის გარშემო, უზარმაზარ გაუგებარ სამყაროში. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოვედით, ჩვენ არ ვიცით, სად მივდივართ, ჩვენ არ ვიცით, რატომ ვართ აქ, მაგრამ ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ვგრძნობთ, ჩვენ ვკითხულობთ. და ზოგჯერ, მხოლოდ ზოგჯერ, ჩვენ პოულობთ რაღაცას, რაც გვაოცებს, რაღაცას, რაც გვაიძულებს გადავფასოთ ყველაფერი, რაც ვიცოდით, რაღაცას, რაც გვახსენებს, რომ სამყარო ყოველთვის უფრო უცნაურია, უფრო რთულია, უფრო საიდუმლოებით სავსეა, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. და იქნებ, მხოლოდ იქნებ, ეს საკმარისია. იქნებ ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაოცოთ, არის ის, რაც ხდის სიცოცხლეს ღირებულს. იქნებ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, არის ის, რაც ინარჩუნებს ჩვენს ცნობის მოყარეობას ცოცხალს. იქნებ ის ფაქტი, რომ სამყარო ჯერ კიდევ მალავს საიდუმლოებებს, თუნდაც ჩვენს უახლოეს მეზობელზე, თუნდაც ადგილებში, სადაც ჩვენ უკვე ვიყავით, არის ის, რაც ინარჩუნებს ჩვენს იმედს, რომ ჩვენ ჯერ არ ნახეთ ყველაფერი, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ყველაფერი, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ დასასრულში. რადგან სანამ არსებობს კითხვები, არსებობს იმედი. სანამ არსებობს საიდუმლოებები, არსებობს მომავალი. სანამ არსებობს რაღაც დამარხული, თუნდაც 2 კვინტილიონი ტონა მეტალი მთვარის ბნელ მხარეზე, არსებობს მიზეზი, რომ გავაგრძელოთ ძებნა. და იქნებ, მხოლოდ იქნებ, ეს არის